ხელისუფლება ჩვენი არჩევანია. ევროპა ჩვენი მომავალია. მედია ევროპული არჩევანის დასაცავად. ჩვენ ვირჩევთ ევროპას. 4 სატელევიზიო არხის და 3 ონლაინ მედია საშუალების ერთობლივი პირდაპირი მაუწყებლობა. გადამწყვეტი კვირა ჩვენი ქვეყნისთვის და ერთი დღით ადრე საქართველოს მოქალაქეების მარშამდე ევროპისკენ. მოსაზრებები, პასუხები, განწყობები 4 ტელევიზიის და 3 ონლაინ მედიის პირდაპირ ეთერში. მაუწყებლობთ გამზირიდან, სადაც ყოველთვის ხდებოდა საქართველოს ბედი. ფორმულა, თავარი არხი, ტევე პირველი, კავკასია, მეტგაზეთი, პუბლიკა, ონჯი. ერთობლივი გადაცემა 7 მედია საშუალების პირდაპირ ეთერში. მედია ევროპული არჩევანის დასაცავად. საღამო მშვიდობისა, ქართული მედია მოგესალმებათ მოედნიდან, სადაც ყოველთვის წყდებოდა საქართველოს ბედი. მოგესალმებათ 4 ტელეკომპანია და 3 ონლაინ პლატფორმა. სულ 7 მედია ორგანიზაცია, რომელიც იწყებს პირდაპირ მაუწყებლობას, პირდაპირ ეთერს რუსთაველიდან. ჩვენ ვიმყოფებით პარლამენტის წინ. და როგორც ითქვა, სწორედ აქ წყდებოდა ყოველთვის საქართველოს ბედი. და ქართული მედია დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში იდგა ყოველთვის აქ, რუსთაველზე. ის აშუქებდა მოვლენებს, ის გიყვებოდათ იმას, რაც ხდებოდა მთელი ამ 30 წლის განმავლობაში. ის გიყვებოდა ზუსტად 3 წლის წინაც, როდესაც აქ რუსთაველზე ჩვენ ჟურნალისტებმა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც გამოვიდნენ ანტირუსულ, ანტისაოკუპაციო აქციაზე, რომელთაც გაზით, ტყვიებით, რეზინის ტყვიებით და ყველა სხვა საშუალებით, ეს იქნებოდა ხელკეტი თუ ყველა საშუალებით, რომელიც დაარბიეს სასტიკად. მაშინ, ზუსტად 3 წლის წინ, აი ამ დროს, მე ვიდექი აი იმ ბურჯთან, პარლამენტის ბურჯთან და ყველაფერს ხედავდი საკუთარი თვალით. ხედავდი, როგორ უსწორდებოდა დაუნდობელი ძალა საქართველოს მოქალაქეებს, მშვიდობის მოყვარე მოქალაქეებს და როგორ ცდილობდა მათ გატეხას. და ეს ვერ მოხდა. ვერ მოხდა ვერც 5 ივლისს, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს და მათ შორის მედიას გაუსწორდნენ ფიზიკურად და პირდაპირ დასახოცად მოსდევდნენ ხელისუფლების დაქირავებული ჯგუფები. და თქვენ როგორც ხედავთ, ჩვენ არ მომკვდარ და ჩვენ ვართ კვლავ აქ რუსთაველზე და ეს იქნება ყოველთვის ასე, როდესაც დასჭირდება ჩვენს ქვეყანას. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. შეიძლება ითქვას ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში. ხვალ არის 3 წელი გავრილოვის ღამიდან, როდესაც ჩვენ სიმბოლურად და პრაქტიკულადაც რუსი ოკუპანტი გავაგდეთ რუსთაველის პროსპექტიდან და გავაგდეთ საქართველოდან. მაგრამ ხვალ ასევე არის ძალიან პრაქტიკული დღე, როდესაც იწყება პროცესი, სადაც საქართველოს მოქალაქე გამოვა პირველ პლანზე, გამოვა წინა ხაზზე და იტყვის, რომ ის არ დათმობს საქართველოს ევროპულ არჩევანს. და ჩვენ მედია, რა თქმა უნდა, ვიქნებით საქართველოს მოქალაქის გვერდი და ჩვენ, როგორც ჟურნალისტები და როგორც მოქალაქეები ვამბობთ, რომ საქართველო არ დათმობს თავის ევროპულ გზას. ასე რომ იწყება ჩვენი რამდენიმე საათიანი პირდაპირი მაუწყებლობა 7 მედია საშუალება. მოგიყვებათ იმის შესახებ, თუ რა იქნება ხვალ აქ და ერთი ნამდვილად ვიცით, რომ საქართველოს მოქალაქეები ხვალ გადაავსებენ რუსთაველის პროსპექტს და ამას ყველანი ერთად ჩვენი თვალით ვნახავთ. რატომ ვარ ჩვენ აქ და რატომ ვიქნებით ხვალ აუცილებლად? ჩვენ უნდა ავირჩიოთ და ამას ვამბობ სრული გულწრფელობით, ან ვირჩევთ რუსულ ჩექმას, ან ვირჩევთ დასავლეთს და რა არის რუსული ჩექმა და რა არის რუსული სცენარი, ახლავე მოგახსენებთ. ევროკავშირმა მოგცა საშინაო დავალება.
მისცა ეს საშინაო დავალება ჩვენს ხელისუფლებას და ქვეყანას, სადაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, ერთ-ერთი ყველაზე მძიმე საკითხი ეხებოდა მედიის მდგომარეობას საქართველოში და აბა რა მოხდა? ამ საშინაო დავალების მიღებიდან ზუსტად ერთ დღეში თავს დაესხნენ ტევ1-ის ოპერატორს მურმან ზოიძეს. გუშინ ბათუმში მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით 5 ნაძირალა, ხელისუფლების პროპაგანდით წაქეზებული 5 ნაძირალა თავს დაესხა ჩვენს ოპერატორს. გაუსწორდნენ ფიზიკურად, იძალადეს სიტყვიერად და ეს მოხდა სწორედ ერთი დღის შემდეგ, რაც ჩვენ მივიღეთ ევროპისგან საშინაო დავალება. აი ეს არის მეგობრებო რუსული სცენარი. აი ეს არ უნდა დაუშვათ ჩვენ ამ ქვეყანაში. ჟურნალისტებს სულ რაღაც 1 წლის წინ იქ, სადაც ახლა ჩვენ ვხედავთ, დასდევდნენ ხელისუფლების პროპაგანდით წაქეზებული მართლა ტვინბნელი ადამიანები, ასისხლიანებდნენ, კლავდნენ სასიკვდილოდ, იმეტებდნენ და რითიც დასრულდა ლექსო ლაშქარავას ტრაგედია ყველას მოგეხსენებათ. აი ეს არის რუსული სცენარი. ჩვენ ვირჩევთ ან დასავლეთს, ან მიგვათრევენ უკან ისევ საბჭოთა კავშირში და ჩვენ ამას არ დაუშვებთ. ამ ხელისუფლებამ მიაღწია ერთ რამეს. ასეთი რაღაცისთვის არავის არასოდეს მიუღწევია. აქვს ხედვართ სხვადასხვა მედია საშუალების ჟურნალისტები. ჩვენ ვიყავით ყოველთვის ერთმანეთის კონკურენტები და 5 ივლისის შემდეგ ჩვენ ერთმანეთის კონკურენტები აღარ ვართ. ჩვენ დგევართ ყველანი ერთად და ჩვენ გვაღელვებს ერთმანეთის ბედი და მთლიანად. ჩვენი მედიის და ჩვენი ქვეყნის ბედი. ამიტომ იცოდეს ყველამ, ერთ ოპერატორს ცემთ 10-ნი გამოვალთ, 100 ცემთ, 500-ნი გამოვალთ, 500 ცემთ, 5000-ი გამოვალთ. მედია არ დაუშვებს ამ ქვეყნის წაყვანას უკან საბჭოთა კავშირში. ამისთვის ვართ ჩვენ დღეს აქ და ამისთვის უნდა მოვიდეთ ჩვენ ხვალ. ისტორიის გზა გასაყარზე ვდგევართ და ეს არ არის სადღეგრძელო. ჩვენ ძალიან ბევრი ვნახეთ. ძალიან ბევრი ვნახეთ, დიდი ცხოვრება გამოვიარეთ უკვე ჩვენი ასაკიდან გამომდინარეც. ამ ქვეყანამ დაღვარა ბევრი ადამიანის სისხლი, დაკარგა ბევრი ადამიანი იმისთვის, რომ ჩვენ რეალურად ყოფილიყავით დამოუკიდებლები და არასოდეს გაგვეხედა უკან ჩრდილოეთისკენ. ეხლა ჩვენ ვირჩევთ ევროპას და ხვალ აქ ბევრი ადამიანი იდგება, რომელიც ხელისუფლებას საკუთარ ხმას გააგონებს. თქვენი გადასაწყვეტია რა მოხდება ხვალ აქ ამ ქვეყნის მართლაც მთავარ მოედანზე. რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბოლოოდ ამ ქვეყნის ხელისუფლება, როგორ განვითარდება ჩვენი მომავალი და რისთვის შეიკრიბებიან მომავალი თაობები აი აქ რუსთაველის გამზირზე 10 წლეულების შემდეგ. იმ ადგილას, სადაც 9 აპრილს რუსმა ჯარისკაცებმა ალესილი ნიშბებით და მომწამლავი აირით ჩახოცეს ჩვენი თანამოქალაქეები და აქ არის მათი მემორიალი. აქ არის კოჯორში ხიშტებით აჩეხილი ახალგაზრდა იუნკერების მემორიალიც. აქ 20 ივნისს 3 წლის წინ ჩვენ სისხლი გვადინეს და თვალები დაგვრთხარეს კვლავ და კვლავ იმის გამო, რომ ჩვენ ისევ და ისევ უარი ვთქვით რუსი პოლიტიკოსის თავზე დასმაზე. ყოველთვის აქ წყდებოდა რუსეთის წინააღმდეგ, დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლის ბედი და ეს რუსეთი დღემდე აქ არის. ის კვლავ არ გვანებებს თავს. გაიხსენეთ თქვენი სათაყვანებელი ისტორიული გმირების სახელები, გაიხსენეთ ქაქუცა ჩოლოყაშვილი, მერაბ კოსტავა, ზვიადი გამსახურდია, გაიხსენეთ ამბროსი ხელაია, პატრიარქი მარო მაყაშვილი, გიორგი ანწუხელიძე და გაიაზრეთ, რომ მთელი მათი ცხოვრება ყოველთვის იყო ბრძოლა დამპყრობლის წინააღმდეგ და ბოლო 200 წელიწადია ეს არის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, რომელიც არ გვაძლევს შესაძლებლობას ვიყოთ თავისუფლები. ხვალ თქვენ აქ უნდა შეიკრიბოთ მთელი ქართველი ერი, ერთიანი უნდა იდგეთ აქ და მტკიცეთ მოითხოვოთ კვლავ ევროპის გზის გაგრძელება. ევროპას ქართველი ხალხისთვის უარი არ უთქვამს. ევროპამ უარი უთხრა კორუფციას საქართველოში, ევროპამ უარი უთხრა მოსყიდულ მოსამართლეებს საქართველოში, ევროპამ უარი უთხრა გაყალბებულ არჩევნებს საქართველოში, ევროპა უარს ეუბნება ოლიგარქს საქართველოში, რომელიც ერთპიროვნულად მართავს ამ ქვეყანას. ევროპელებს ჩვენ უნდივართ სწორედ ისეთები, როგორებიც ვართ, ჩვენი ოჯახური ტრადიციებით, ჩვენი განუმეორებელი კულტურით და ისტორიით, ჩვენი
განსაცვიფრებელი სამეცნიერო შესაძლებლობებით, რა ვიცი, ჩვენი ბუნებით და გეოგრაფიითაც კი ჩვენ მან თუნდი ვართ ისეთები, როგორებიც ვართ და ამის დასტური არის თუნდაც მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, რომლებიც უკვე წლებია ცხოვრობს ევროპაში, ცდილობს იქ უკეთესად იყოს ეკონომიკურად, ცდილობს იქ მიიღოს უკეთესი სამედიცინო დახმარება, უკეთესი განათლება, კონდეს მეტი პროგრესი თავის კარიერაში, პროფესიულ განვითარებაში და თუ ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი საბოლოოდ მოვიდეს ჩვენთან და არა ჩვენ ვიყოთ იძულებულები გადავიხვეწოთ ევროპაში, ხვალ აქ ყველამ ერთად კიდევ ერთხელ უნდა მოვითხოვოთ რომ ჩვენ გვინდა ევროპაში და არ გვინდა ერთობა რუსეთთან, რომელიც 200 წელია სვავს ამ სახელმწიფოს სისხლს, რომელიც 200 წელია აიძულებს ჩვენს თანამოქალაქეებს გადაიხვეწონ ამ ქვეყნიდან ან მოკვდნენ ამ ქვეყნისათვის. ჩვენ ხვალ საბოლოოდ უნდა ავირჩიოთ სიცოცხლე ჩვენს თანასწორ ევროპელ მეგობრებთან ერთად. სად ვართ მეგობრებო ჩვენ? დღეს ჩვენ ვართ კლასში ჩარჩენილები. უბრალოდ ჩაგვტოვეს კლასში, იმიტომ რომ ხელისუფლებამ ვერ ჩააბარა გამოცდა. გამოცდის საკითხები ხელისუფლებამ იცოდა ზეპირად. ყველა თითოეული მოქალაქე ახლა ქუჩაში ვინც დადის რომ გააჩეროთ, ზეპირად გეტყვით რა არის გამოსასწორებელი ამ ქვეყანაში. ზუსტად ეს ჩაგვიწერეს აი ამ 12 პუნქტში ევროკავშირიდან. ეს გამოასწორეთო. წინსწრებად იცოდა ეს ხელისუფლებამ, უბრალოდ გამოგვიცხადა რომ არაფერია თუ კლასში ჩავრჩებითო. და ჩვენ მედია ვართ იმიტომ რომ თქვენ გითხრათ სიმართლე. აი მოქალაქეს ახლა ყოველდღიურად ლუკმაპურის საშოვნელად დრო რომ არჩება, შესაძლოა რომ დიდ ფართო სურათს დააკვირდეს. სინამდვილეში კი არაფერი არ ხდება, ძალიან ბევრი რამ ხდება. მთავარი წყდება ახლა ამ დროს ჩვენს ქვეყანაში, იმიტომ რომ წყდება საით წავალთ. უბრალოდ ჩავრჩებით დიდ რუსულ ჭაობში, თუ გვექნება შანსი რომ ერთხელ და სამუდამოდ გავაღწიოთ. გავაღწიოთ და ავახდინოთ, ასე ვთქვათ, იმ მთელი თაობების ოცნება, რომლებმაც ამას მართლაც შესწირეს თავი, სიცოცხლე, ბიოგრაფია, სურვილები, ოცნებები, ყველაფერი ეს არ არის მაღალფარდოვანი სიტყვები, ეს მართლაც ასეა. ახლა რა გველის? გვაქვს საშემოდგომო და ეს საშემოდგომო უნდა შევასრულოთ, ჩავაბაროთ უნდა. და ხელისუფლებას ამ მოედნიდან ჩვენ ხვალ უნდა ვუთხრათ, რომ აი ეს საშემოდგომო მან უნდა ჩააბაროს. და ხელისუფლებასთან ერთად თუ მის გარეშე ხალხი ამ საშემოდგომო გამოცდას ჩააბარებს, იმიტომ რომ უკრაინა და მოლდოვა თუ გაიჭრა წინ, მერე მაჩანჩალა ქვეყანა მას ვეღარ დაეწევა და ეს იმას ნიშნავს, რომ რეგიონული გაფართოების მიმდევარ ევროკავშირს აღარ რჩება შანსი, რომ ეს ქვეყანა დააწიოს ევროპას. ამიტომ ჩვენ ვაბარებთ ხვალ გამოცდას აქ ამ მოედანზე, ჩემი აზრით, ვაბარებთ არა ხელისუფლებასთან ერთად, არამედ საკუთარ თავთან ამ გამოცდას. გამოგვივა თუ არა. წამზომი ჩართულია 180 დღე აითვლება, დეკემბრის ბოლოს ჩვენ გვეტყვიან. გამოვიყენეთ თუ არა ეს ისტორიული შანსი. მე ვფიქრობ, რომ ხვალ ყველა თქვენგანს აქვს ეს არჩევანი, ვიდრე ამ აქციაზე საღამოს წამოვა. დარჩეს წუთით საკუთარ თავთან და იფიქროს. ღირს კი რამდენიმე ადამიანის ხელისუფლების შენარჩუნების სურვილს გადააყოლოს ამ ქვეყნის მომავალი. თუ უბრალოდ არ დაეზარება და მოვა და დაიჯერებს, რომ ის შეცვლის. და ჩვენს გავძვრებით. მოგესალმებით, მე ზურაბ ვარდიაშვილი ვარ და წარმოვადგენ ონლაინ გამოცემა პუბლიკას. ადამიანები, რომლებსაც ცოტა ზედაპირული წარმოდგენა აქვთ ხოლმე მედიის ფუნქციაზე, ამბობენ ხოლმე, რომ მედიისთვის დამახასიათებელი მთავარი ნიშან-თვისება უნდა იყოს მისი ნეიტრალურობა. და ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში ეს ასეც არის, მაგრამ ნეიტრალურობა თავისუფლებასა და მონობას შორის, ნეიტრალურობა დიქტატსა და დემოკრატიას შორის, ადამიანის უფლებების ფეხქვეშ ქელოვასა და მის დაცვას შორის არის არა მაღალი მედია სტანდარტი, არამედ არაკეთილსინდისიერება. და მე მინდა რომ ვიყო კეთილსინდისიერი, მე მინდა რომ ჩემს მაყურებელს, ჩემს მკითხველს, ჩემს მსმენელს ვუთხრა ის სიმართლე, რასაც ჩემი სინდისი მკარნახობს და ჩემი სინდისი ახლა მკარნახობს, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საერთო სამშობლო, მისი მომავალი, თითოეული მისი მოქალაქის მომავალი არის საფრთხის ქვეშ და ეს საფრთხე არის ეგზისტენციალური, ბედიღბლის გამგე და სწორედ ეს არის, რაც განაპირობებს იმას, რომ ახლა მე აქ ვარ ამ ერთი შეხედვით არაორდინალური ფორმატის გადაცემაში, რომ გითხრათ ის სიმართლე, რასაც ჩემი სინდისი ახლა მკარნახობს და მე ვნახოთ რა გამოვა რისგან. მოგესალმებით ყველას. დიახ, არჩევანი ასეთი ადვილი და ასეთი მარტივი არასოდეს არ ყოფილა. არჩევანი მართლაც ძალიან მარტივია. საით მივდივართ, რას ვირჩევთ? ვირჩევთ ევროპას თუ ვირჩევთ ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ქვეყანას?
ვირჩევთ ევროპულ ქვეყანას თუ ვირჩევთ რუსულ სახელმწიფოს. აი ეს უნდა გავაკეთოთ, ეს უნდა ავირჩიოთ ჩვენ და ეს ყველაფერი დამოკიდებულია მხოლოდ ჩვენზე, მხოლოდ თქვენზე, ამ ქვეყნის მოქალაქეებზე და ჩვენ აქ იმისთვის ვართ მედიის წარმომადგენლები, ამ შემთხვევაში 7 მედია საშუალების წარმომადგენელი, არაერთხელ გავერთიანებულ ვართ და გავერთიანებულ ვართ მართლაც იმიტომ, რომ ხელისუფლება გვაიძულებს მუდმივად ამას, თორემ ჩვენ რა თქმა უნდა სტუდიებში დავსხდებოდით და ძალიან მარტივად ვიმუშავებდით იქიდანაც, მაგრამ ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ აი ეს არჩევანი კარგად დაგანახოთ და უფრო მეტად გაგიადვილოთ გადაწყვეტილების მიღება. ხვალ არის ის დღე, როდესაც უნდა დავანახოთ პირველ რიგში ამ ქვეყნის ხელისუფლებას, უნდა დავანახოთ ევროპელ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ ვართ ერთიანები, რომ ჩვენ ვირჩევთ ევროპას და რომ ევროპა არის კეთილდღეობა. ეს არის ის ადგილი, სადაც მიდიან თქვენი ცოლები, თქვენი დედები, თქვენი შვილები სასწავლებლად, ზოგი სამუშაოდ, იმისთვის რომ შემდეგ თქვენ უფრო უკეთესად იცხოვროთ. შესაბამისად იქ უკეთესია, ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. და ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, როგორც გითხარით. ხვალ უნდა ვიყოთ ყველაზე ბევრი, ძალიან ბევრი, ისეთი ბევრი ხალხი უნდა იყოს აქ, რომ მართლაც გაიგონონ ჩვენი ხმა. გაიგონონ პირველ რიგში აი აქ, ამ შენობაში, გაიგონონ აი იქ, სოლოლაკის სასახლეში და აუცილებლად გაიგონონ ევროპაში, რომ ქართველი ხალხი ირჩევს ევროპას და ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ არც ევროპულ ფასეულობებს, არც ევროპულ არჩევანს და არ მივცემთ ამ ხელისუფლებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენ აი ესეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყავით და მაჩანჩალა მესამე ადგილი გვერგო მხოლოდ და მხოლოდ ამ ხელისუფლების დამსახურებით, მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, მაგრამ ჩვენ ვაიძულებთ მათ ისევ და ისევ, რომ არ გადაუხვიონ გზას, რომელიც აირჩიეს ჩვენმა წინაპრებმა. ასე რომ ხვალ გელით ყველას 20-ში, ზუსტად 20 საათზე. საღამშვიდობისა, ჩემთვის 20 ივნისი ნამდვილად არის განსაკუთრებულად ემოციური და ძალიან სიმბოლური დღეც და 3 წლის წინ აი აქ ზუსტად აქედან რამდენიმე ნაბიჯში რომ არ ყოფილიყავი როგორც ჟურნალისტი, აუცილებლად ვიქნებოდი როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, იმიტომ რომ ძალიან შორეულ წარსულს რომ თავი დავანებოთ მეც ჩემ თაობას და ჩემზე უფროს თაობასაც ძალიან კარგად გვახსოვს რა გაგვიკეთა რუსეთმა 99 წლის 9 აპრილს ზუსტად აქ ამ მოედანზე, სადაც მაშინ ბავშვი ვიყავი, მაგრამ ჩემ მშობლებთან ერთად დავდიოდი იმ აქციებზე. ჩვენ გვახსოვს რა გაგვიკეთა რუსეთმა 91 წელს, როდესაც ჩვენი ოჯახის წევრები, ჩვენი ნათესავები დაგვიხოცეს აფხაზეთში ან საკუთარი სახლებიდან გამოგვიყარეს. გვახსოვს ასევე და პირადად ვიყავით 2008 წლის ომის თვითმხილველები და გვახსოვს კიდევ ძალიან ბევრი რამ, რაც რუსეთმა ჩვენ დაგვიშავა და ჩვენ ნამდვილად არ გვემეტება არც ჩვენი მომავალი თაობა, არც ჩვენი შვილები და არც ჩვენი თაობა და თუნდაც ჩვენზე უფროსები, რომ რუსეთმა ისევ იგივე გაგვიკეთოს და რომ აი ამ ქვეყანაში იცხოვრონ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა. ჩვენ ეს ნამდვილად არ გვინდა, ჩვენ გვინდა ღირსეული ცხოვრება და ამ ქვეყნის მოქალაქეებმა ეს უკვე ძალიან დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ადგილი არის ნამდვილად ევროპაში და ჩვენ ვართ ნამდვილად ევროპული ერი. ხვალ ჩვენ ამას დარწმუნებული ვარ, რომ აუცილებლად კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, იმიტომ რომ არაერთხელ ყოფილა, მათ შორის ბოლო დროსაც ჩვენი საქართველოს მოქალაქეების ნება გამოხატული თუნდაც საპირისპირო, ვიდრე ეს იყო ხელისუფლების და ჩვენ ეს უკრაინის ამბებზე უკვე ძალიან კარგად ვაჩვენეთ და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ 20 ივნის 20 საათზე იგივე მოხდება და ჩვენი ქვეყანა აუცილებლად აირჩევს ღირსეულ მომავალს და არავინ არ დათანხმდება იმას, რომ გავრილოვები ისხდნენ ჩვენს კამებზე და ჩვენს თავებზე. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი და აქ წარმოადგენ ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთსა და ბათუმელებს. დღეს მე ჩემ კოლეგებთან ერთად აქ ვარ, იმიტომ რომ ჩვენ გსურს ევროპა და როდესაც საუბრობთ ამას, გულისხმობთ, რომ გსურს ევროპული განათლება, ევროპული ეკონომიკა, ევროპული ჯანდაცვა, ევროპული სამართალი და პირველ რიგში თავისუფალი ევროპული მედია. და წარმოუდგენელია მედია იყოს თავისუფალი, თუ მას ყოველდღურად ჩაგრავენ, მას ემუქრება განადგურების საფრთხე, თუ მედია მენეჯერებს სვამენ ციხეში. დღეს ნიკა გვარამია ციხიდან არ უნდა უყურებდეს ამ ეთერს და ის უნდა იყოს ჩვენ გვერდით, მაგრამ ხელისუფლება გადაწყვიტა, რომ ის ჩასვა ციხეში, იმიტომ რომ თავისუფალი მედიის ხმა თქვენამდე ვერ მოვიდეს, რომ ადამიანებს არ ქონდეთ ტრიბუნა
თავისი გაჭირვების შესახებ ისაუბროს. და ჩვენ როდესაც საუბრობთ, რომ მედია უნდა იყოს ხელშეუხებელი ზეწოლისგან და წნეხისგან, ამას არ ვამბობთ, იმიტომ რომ რაღაც ჩვენ განსაკუთრებული ადამიანები ვართ. ჩვენ ყოველდღიურად ჩვენი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ფასად ვაშუქებთ კონკრეტული ადამიანების პრობლემებს, რომლებიც უსამართლოდ გაათავისუფლეს სამსახურებიდან, რომლებიც პოლიციამ დააჩაგრა, თქვა იქ ზოგს ნარკოტიკი ჩაუგდო, ზოგს ციხეში მოექცა უსამართლოდ და ასე შემდეგ. და როდესაც ეს ადამიანები დაკარგავენ თავისუფალი მედიის ტრიბუნას და ვერ შეძლებენ თავიანთ პრობლემებზე საუბარს, ეს პრობლემა იქნება ამ ადამიანებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ქვეყნები, სადაც მედია შეზღუდულია და იქ აუცილებლად არის შეზღუდული სხვა ნებისმიერი ადამიანი. დღეს თუ მედიას მოერევიან და მედია ვერ იქნება თავისუფალი სახელმწიფო წნეხისგან და გავლენებისგან, არც ერთი ადამიანი არ იქნება თავისუფალი და ვერც ერთი ადამიანი ვერ შეძლებს ამ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრებას. და დღეს თუ მედიის ჟურნალისტებს ესხმიან თავს, ხვალ თქვენ შვილებს დაესხმებიან თავს და მათ როცა ქუჩაში დახვდებიან, საერთოდ არავინ არ კითხავთ მათი ოჯახის წევრი რომელი პარტიის მხარდამჭერია, იმიტომ რომ ეს ძალადობა ყველას თანაბრად შეეხება და საერთოდ მედიას და მედიის თავისუფლებას რომ თავი დავანებოთ, აი ამ 30 წლიანი ბრძოლის შემდეგ, 99 წლის 9 აპრილისა და აგვისტოს ომის შემდეგ ქართველები არ იმსახურებენ, რომ დღეს ათასობით ადამიანი, ათასობით ოჯახი მექსიკის გავლით ამერიკაში გარბოდეს, იქ არალეგალურ სამუშაოს ეძებდეს საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების გაწირვის ფასად და ასევე ათასობით ადამიანი ევროპის საიმიგრაციო ბანაკებში არ უნდა ელოდებოდეს დღე-დღეზე დეპორტაციას და ჩვენ ევროპა იმისთვის გვინდა რომ ეს არ დაგვჭირდეს და ევროპაში ვიმოგზაუროთ და ვიმუშაოთ ლეგალურად, ვისწავლოთ ლეგალურად და ევროპა იყოს აქ და პირველ რიგში არ დაგვჭირდეს ჩვენ ევროპაში გაქცევა და ჩვენი ქვეყანა ავაშენოთ და ჩვენ ქვეყანაში ვიცხოვროთ თავისუფლად. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი თეა ადეიშვილი. მთავარი არხის ჟურნალისტი იმ არხისა, რომლის დირექტორიც ახლა ციხეშია გამოკეტილი. სწორედ ამაზე ლაპარაკობდა რამდენიმე წუთის წინ თაზო კუპრეიშვილი. ნიკა გვარამია ახლა ციხიდან გვიყურებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც. ახლა ყველა დღეს, ყველა საათს აქვს უდიდესი მნიშვნელობა. საქართველოს ხელისუფლებას აი ამ შენობაში მოკალათებულ ადამიანებს და შუშის სასახლეში გამაგრებულ ოლიგარქს აქვს არასრული 180 დღე შეასრულოს ის 12 პუნქტიანი ეგრეთ წოდებული საშინაო დავალება, სავალდებულო პირობები, რომელიც 180 გრადუსით შემოატრიალებს ამ ქვეყანას უკეთესობისკენ და გაუხსნის რეალურ პერსპექტივას ევროპისკენ. მაგრამ ვის გჯერათ, რომ ეს 180 დღე არის საკმარისი, ან თუნდაც 180 წელი საკმარისია იმ ხალხისთვის, რომელიც არის ახლა მოკალათებული საქართველოს ხელისუფლების სავარძლებში. ამის დღეს არავის არ ჯერა, მათ მომხრეებსაც კი. ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა გავიყვანოთ ევროპის სანაპიროზე კი არა, დავაბრუნოთ თავის ისტორიულ ოჯახში ევროპაში. მე მინდა ეს წუთები გამოვიყენო და მიუმართო ახალგაზრდებს, რომელთა გარეშეც არსად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში დიდი ბრძოლები, დიდი ომები, დიდი გარდატეხები არ მომხდარა. ეს ქვეყანა არის თქვენი. ჩვენ ვიბრძოლებთ და ვიბრძვით თქვენთვის, მაგრამ თქვენს გარეშე ჩვენ არაფერი არ გამოგვია. ამიტომ ხვალ, ზეგ, მაზეგ ეს 180 დღე მინიმუმ თქვენ უნდა იდგეთ ჩვენთან ერთად. ჩვენ უნდა ვიდგეთ თქვენთან ერთად, უბრალოდ უნდა მოხვიდეთ. ამ ხელისუფლების საყვარელი საქმიანობა არის თავების თვლა. დაგვითვალონ, რომ ძალიან ბევრნი ვართ. რომ ჩვენ გვინდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. და ეს გადარჩენა არის ყველაზე გულწრფელი, ყველაზე აუცილებელი ახლა, იმიტომ რომ არასდროს შავის და თეთრის გარჩევა ისეთი მარტივი არ ყოფილა, როგორც ახლა. ჩვენ ახლა არ უნდა გადავრჩეთ, არ უნდა სამუდამოდ ჩავრჩეთ რუსულ წუმპეში. ჩვენ ეს არ გვინდა. დარწმუნებული ვარ არც თქვენ. ამიტომ გამოდით ახალგაზრდებო, თქვენი შვილი, თქვენ ხელაშვილი მყავს. ისიც ჩემთან ერთად იქნება, მისი შვილიც ჩემთან ერთად იქნება. ჩვენი შვილები ხვალ აქ იდგებიან და გამოდით ერთად გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. გამარჯობა, მე ვარ ონჯის ჟურნალისტი თამუნა გეგიძე. დღეს აქ კოლეგებთან ერთად ვარ, იმიტომ რომ ყოველდღე ვხედავ როგორ შორდებით ევროპას. ხედავ წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა ხელისუფლების რიტორიკა და უფრო ანტიდასავლური ხდებოდა, მეტიც ემსგავსებოდა პრორუსული ჯგუფების ნარატივებს.
ხედავ რა რესურსი იხარჯება ტროლებისა და ბოტების მობილიზებაში, პროპაგანდისტული ნარატივების გავრცელებაში, იმ ადამიანების დისკრედიტაციისთვის, ვინც ბედავს და ხელისუფლებას აკრიტიკებს. ესენი არიან ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციები, აქტივისტები, ჩვენი ევროპელი პარტნიორები და ინსტიტუტებიც, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი ევროპული ინტეგრაცია. ხედავ როგორ სიძულვილის ენით და ირონიით ძალადობის წამახალისებელი განცხადებით მიმართავენ სამთავრობო გუნდის წევრები, ჟურნალისტებს, რომლებიც ბედავენ, იყვნენ კრიტიკულები, რომლებსაც აქვთ დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა, ისეთი, რომელიც ხელისუფლებას არ მოსწონს. ისინი ამ ჟურნალისტებს ეუბნებიან, რომ აზიანებენ სახელმწიფო ინტერესებს იმით, რომ სვამენ კითხვებს. თუმცა იგივე რიტორიკას არ იყენებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც მართლა აზიანებს სახელმწიფო ინტერესებს. საუბარია პრორუსულ ძალადობრივ ალტინფოზე, რომელიც ასევე ცდილობს, რომ ბედია საშუალება წარმოაჩინოს თავი. ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, რომ საფრთხე გვექმნება ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმისას, როდესაც ვბედავთ და ვსვამთ კრიტიკულ კითხვებს, მაშინ, როდესაც ვასრულებთ ჩვენს პროფესიულ მოვალეობას. ჩვენთვის ჟურნალისტებისთვის ევროპა ნიშნავს თავისუფალ, დამოუკიდებელ, პლურალისტულ მედიაგარემოს, სადაც საფრთხე არ შეგვექმნება კითხვის დასვისთვის, სადაც ყველა უწყება არ იქნება იმდენად ჩაკეტილი, რომ ჩვენი საქმის შესრულებას ვერ შევძლებთ და ვერ მივიღებთ პასუხებს იმ კითხვებზე, რომელიც ჩვენს მაყურებელს აინტერესებს. სადაც ჟურნალისტებს არ მოგვიწევს აქციაზე გამოსვლა, როგორც აქციის მონაწილეებს და ვიდგებით მეორე მხარეს, გავაშუქებთ და საზოგადოებას მივაწოდებთ ინფორმაციას. ხოლო ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, მიუღებელია ცხოვრება იმ ქვეყანაში, რომელიც გავს რუსეთს. ეს არ დაგვიმსახურებია არც ახალგაზრდებს, არავის ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ ყველა ერთად ვირჩევთ ევროპას და ჟურნალისტები მათ შორის გრძნობთ ჩვენს პროფესიულ ვალდებულებას, რომ არათუ ცალმხრივი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს მკითხველს და მაყურებელს, არამედ ვესაუბროთ იმაზე, რაც ეხლა ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ერთად დავიცვათ ჩვენი ევროპული მომავალი. მადლობთ. მიშა მშვილდაძე, ტელეკომპანია ფორმულას. რატომ უნდა მოვიდეთ ხვალ, მე მგონი ასეთი ნათელი არც ერთი აქციის წინა დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ ყოფილა. რა გვითხრა ევროპამ, რა გვითხრა ევროკომისიამ იმ დასკვნით, რომელიც დაიდო 17 რიცხვში და რომლითაც გვაჩვენეს, რომ ჩვენი ევროპული მისწრაფებები საფრთხის ქვეშ არის. რატომ გაყვეს რით ვართ უარესი მოლდოვაზე, რით გვისწრებს უკრაინა, აუცილებლად უნდა გვეუბნა ეს სახელისუფლებო ნარატივები ისმის ამ დღეებში და კარგად რომ ესმოდეს ყველას. რა გვითხრა ევროპამ? იმ დათქმების შემონათვალში, რომლებიც საქართველოს მოგცეს, მოლდოვასაც მისცეს და უკრაინასაც მისცეს, ძალიან ბევრი პრობლემა მეორდება. სასამართლოს დამოუკიდებლობის პრობლემა არის, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებში. არჩევნების პრობლემა არის ამ ქვეყნებში, არჩევნების სამართლიანი ჩატარების. პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემა არის ამ ქვეყნებში. ეკონომიკური გაჭირვების პრობლემა არის ამ ქვეყნებში. დეოლიგარქიზაცია სამივე განწერია. მოლდოვას შემთხვევაში, უკრაინის შემთხვევაში და საქართველოს შემთხვევაში და ეს რაღაც ერთიანი გაიდლაინი არ გეგონოთ, ხალხო, მიუხედავად იმისა, რომ ესეც არის. იმიტომ რომ პუტინის რუსეთი ყველა ქვეყანაში, სადაც ცდილობს, რომ ხელში ჩაეგდო ადგილობრივი ძალაუფლება, ერთი და იგივე მეთოდით მოქმედებდა. ეს იყო ოლიგარქის გაგზავნა იქ, ამ დიდი ფულით რაღაც პოლიტიკური კლასის შექმნა და აი ამ ფორმით მერე პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენა. ეს პრობლემა უდგას მოლდოვას და პლახატნუკი ყავდათ ასეთი ოლიგარქი, რომელსაც იქ ცოტა წინ არიან ჩვენზე, მოდი ასე ვთქვათ, პოლიტიკური ციკლების თვალსაზრისით და შეძლეს ძალაუფლებიდან ჩამოცილება ამ ოლიგარქის, მაგრამ დეოლიგარქიზაცია იქ არ დასრულებულა და მოლდოვას შემთხვევაში დეოლიგარქიზაცია ნიშნავს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოლდოვას მიერ, რომ ოლიგარქების გავლენა და ოლიგარქების გავლენა, რომ ეს კრემლის გავლენაა და რუსეთის გავლენაა, ამაზე უკვე კონსენსუსია მთელ მსოფლიოში, ეს ყველამ დაინახა. მოლდოვაში მოგვარდეს. უკრაინაში ოლიგარქების დეოლიგარქიზაციას კიდევ სხვა მნიშვნელობა აქვს. იქ 5 ოლიგარქი არის და იქ საკანონმდებლო დონეზე მიდიან იმ გზით, რომ დეოლიგარქიზაცია მოახდინონ და ძალიან მდიდარ ადამიანებს არ შეეძლოთ ჯიბეში ჩადება პოლიტიკური კლასის. საქართველოში დეოლიგარქიზაციას აქვს კონკრეტული მნიშვნელობა. დღეს დაიდო ძალიან საინტერესო დიაგრამა, რომელ ქვეყანაში რამდენი ოლიგარქია და ეკონომიკის მთლიანში და პროდუქციის რაღაც რამდენ პროცენტს აკონტროლებენ. საქართველოში ერთი ოლიგარქია, ერთი. და ეს არის ბიძინა ივანიშვილი და ძალიან ცხადია, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში შეიცავს კონკრეტულ მნიშვნელობას და ეს კონკრეტული მნიშვნელობა არის კონკრეტული ბიძინა ივანიშვილის გავლენებისგან გათავისუფლება ქართული პოლიტიკის და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტების, იმიტომ რომ
ამის გარეშე ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა არ არსებობს. რა გვითხრა ევროპამ იმით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიამ მისცა კანდიდატობის სტატუსი და ჩვენ გვითხრა, რომ იმისათვის, რომ თქვენ კანდიდატობის სტატუსი მიიღოთ, ჯერ უნდა შეასრულოთ დათქმები. ერთადერთი რამ, პირობები სამივეს ერთი და იგივე გვაქვს შესასრულებელი, სამივეს. მდგომარეობაში დაახლოებით ერთნაირში ვართ. ევროპამ გვითხრა, რომ მათ სჯერად და დასაშვებად მიაჩნიათ, რომ მოლდოვის და უკრაინის ხელისუფლება ამ დათქმებს მათთან ერთად შეასრულებს. არიან ნდობაში ამაში, რომ ცდა ღირს იქ ამისთვის. საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს ევროპის ნდობა, რომ გააკეთებს იმას. აი ეს ჩანს ამაში. რატომ არ აქვს ევროპა რა ზედმეტად ეჭვიანი ამის? გავიხსენოთ ეს დღეები, როგორ ლანძღავდნენ ევროპარლამენტარებს, როგორ რეაგირებდნენ ყველა შენიშვნაზე, რაც ევროპიდან პირველად ხო არ წავიკითხეთ ეს პრობლემები რო აქვს ჩვენ ქვეყანას. არ წაგვიკითხავს პირველად. ამისთვის არის ხვალ მნიშვნელოვანი ზუსტად გავალოთ ზღვარი. რომ ევროპას მოკავშირე დღეს საქართველოს ხელისუფლება არ არის, მაგრამ ხვალ ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ევროპას ყავს გაცილებით მნიშვნელოვანი მოკავშირე. გაცილებით მნიშვნელოვანი მოკავშირე და ეს არის ქართული საზოგადოება, რომელიც მე მჯერა, რომ ხვალ აქ დადგება უპრეცედენტო დიდი რაოდენობით, იმიტომ რომ ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქ წყდება ყველას ბედი, მათ შორის იმ ადამიანებისაც, რომლებიც აქამდე თავს იკავებდნენ აქციებში მონაწილეობისგან, კრიტიკული აზრის გამოთქმისგან. სისტემა როცა ხდება ჩაგვრელი, ის აიძულებს ცუდად მოიქცნენ არა მხოლოდ ცუდ ადამიანებს, არამედ კარგ ადამიანებსაც ტეხავს, მორალურად ანადგურებს და აიძულებს, რომ ცუდი საქციელი ჩაიდინოს. ხვალინდელი დღე იქნება დასაწყისი იმ დიდი პროცესის, როდესაც აი ეს აღარ იქნება შესაძლებელი. როდესაც პოლიციელებს, პედაგოგებს, სახელმწიფო სამსახურში მყოფ ადამიანებს, უბრალო ადამიანებს, რომლებიც აქ მუშაობენ იმისთვის, რომ ოჯახები შეინახონ, აღარ მოუწევთ ბინძური დავალებების შესრულება და შეეძლებათ ღირსებით ატარონ თავისი პროფესიის სახელი, პოლიციელის სახელი, პედაგოგის სახელი, ექიმის სახელი, ყველა იმ მნიშვნელოვანი სახელი, რისგანაც შედგება ჩვენი საზოგადოება, ამიტომ ხვალ დიდი და მძლავრი ხმა უნდა გავაგონოთ პირველ რიგში ერთმანეთი უნდა გავამხნევოთ და ყველას უნდა დავანახოთ, რომ ეს ქვეყანა იბრძოლებს თავისი ევროპული მომავლისთვის. ეს ქვეყანა არასდროს დანებებულა და არც აწი დანებდება. მით უმეტეს, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ევროპისგან ვერ მივიღეთ ის, რაც მიიღეს მოლდოვამ და უკრაინამ, მიუხედავად ამისა, საქართველო ევროკავშირთან ასე ახლოს არასდროს არ ყოფილა და ეს 6 თვე, რომელიც წინ არის, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ გონივრულად, ნაყოფიერად იმისათვის, რომ ეს შაკეტილი წინააღმდეგობები, რაც ევროპისკენ ჩვენს გზაზე დგას, მოვიშოროთ და განვაგრძოთ გზა. დიდი მადლობა. მოგესალმებით, ნინო ჯანგირაშვილი, ტელეკომპანია კავკასია. მე არ ვიტყვი, რომ ჩვენ გვინდა ევროპა, მე ვიტყვი, რომ ჩვენ გვინდა წარმატებული საქართველო, განვითარებული საქართველო და ასეთი საქართველო სხვა სივრცეში უბრალოდ გამორიცხულია. სხვა სივრცეში, მით უმეტეს გეოგრაფიაზე გველაპარაკებიან ხოლმე ჩვენ ხშირად იმ გეოგრაფიულ სივრცეში, სადაც ჩვენ ვართ, ნაკლები შანსია თუ ჩვენ არ გავხდით ევროპული სივრცის ნაწილი და ჩვენ ამის შანსი მოგვეცა. ჩვენ დიდი ხანია ვიცით რა გვინდა, საით მივდივართ და რატომ გვინდა. არავის არ ჭირდება ახლა იმის ახსნა, რატო გვინდა ევროპა. ჩვენ რატომღაც გვეგონა, რომ ეს გადავწყვიტეთ ერთხელ და მივყვებოდით ამ გზას. მერე რატომღაც მოხდა ისე, რომ ცოტა ალბათ ხართეძოზე წამოვწექით, ცოტა დავიარხეინეთ თავი, ან ცოტა ჩვენი პრობლემები გქონდა, მოკლედ რაღაცებზე გადავერთეთ და პროცესები მიუშვით, მოკლედ. გაგვივიდა კონტროლიდან ყველაფერი, გაგვივიდა ხელისუფლება კონტროლიდან, ძალიან გაგვივიდა. არ ვიცი, მედიის ბრალიც არის ალბათ ეს, პოლიტიკოსების ბრალიც არის, რიგითი მოქალაქეების ბრალიც არის, მაგრამ დღეს ევროპამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, როგორც ჩანს გარედან უნდა შეეხსენებინათ და აი მოხდა ესეთი საბედისწერო მომენტი დადგა, როდესაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ჩვენს ბედთან დაკავშირებით და გვითხრეს, რომ ძმებო, ძალიან ცუდ გზასად გახართ. ამ გზით ჩვენამდე ვერ მოხვალთ, ანუ უკეთეს ცხოვრებამდე ვერ მიხვალთ. რატო გვინდა ევროპა? აქ ცხოვრობს ყველაზე მდიდარი ხალხი მსოფლიოში, ყველაზე დაცული ხალხი, ყველაზე მეტი კეთილდღეობაა, ყველაზე მეტი თავისუფლებაა და ჩვენ ამიტომ გვინდა ევროპაში, მაგრამ ევროპა გვეუბნება, რომ თუ თქვენ ქვეყანაში გექნებათ ერთი კაცის უკონტროლო ძალაუფლება,
ასეთ სისტემაში წარმატება გამორიცხულია. ჩვენ ხო ეს ყველამ კარგად ვიცით. ჩვენ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ივანიშვილის საქართველო, როგორც მას წარმოუდგენია, არის დაბეჭავებული საქართველო, იმიტომ რომ მას ბევრი წვალება არ დაჭირდეს. ღამის 10 საათზე დავიძინოთ ყველამ, ზედმეტი არ ვიხმაუროთ, არ შევაწუხოთ, მე არჩევნებზე უფრო იაფად გვიყიდოს. გვინდა ასეთი საქართველო. ივანიშვილის ძალაუფლება სხვანაირ საქართველოში ვერ შენარჩუნდება უბრალოდ და მას ურჩევნია დააკონსერვოს საქართველო და საქართველო იყოს ისეთი, როგორიც მას უნდა, მაგრამ ჩვენ გვინდა სხვანაირი საქართველო. მოკლედ, ძალიან არ გვინდოდა ესეთი დრამატული და კრიტიკული მომენტი, რომ დამდგარიყო, რაღაცა ყველას გვეზარებოდა, მე მგონი, რომ გაგვებრძოლა ჩვენი ბედისთვის, ჩვენი საკუთარი ბედისთვის, რაღაცნაირი გულგრილობა დაგვემართა ჩვენი საკუთარი ბედის მიმართ და ცხოვრებამ დაგვანახა, რომ ასე არ გამოვა. ან ახლა ვიწყებთ ბრძოლას ბრძოლაში გულისხმობ ლაპარაკს ეთერში, სამზარეულოში, არ ვიცი, ერთმანეთის მოძებნას, ხელის ჩაჭიდებას, აქციაზე გამოსვლას, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ხელისუფლებამ ამდენი არ გაგვიბედოს, ან უბრალოდ კარგავთ პერსპექტივას. იმიტომ კი არა, რომ ევროპა გვეტყვის აი 6 თვეში, რომ ნუ რაღაცა ხო კარგი, ეხლა ცდილობენ რომ ამის რაღაცნაირად ნიველირებაც გააკეთონ, დააკნინონ ეს ყველაფერი, რომ აი საშინაო დავალება, არანაირი საშინაო დავალება. უბრალოდ ჩვენ ისეთ ხრამში აღმოჩნდებით, მეტი რესურსი აღარ აქვს ამ ქვეყანას. ხო ხედავთ, რამდენი ადამიანი მიდის ამ ქვეყნიდან. ეკონომიკურად მეტი რესურსი აღარ გვაქვს. მოკლედ, ან ვილაპარაკებთ ძალიან ბევრს იმაზე, სად აღმოჩნდით, ან ვილაპარაკებთ ძალიან ბევრს იმაზე, სად არის გამოსავალი, ან ვიბრძოლებთ ყველა ერთად. ან არ ვიცი, მართლაც ის პერსპექტივა იქნება, რომელშიც არავის აღარ მოგვინდება ცხოვრება და ბიძინა ივანიშვილი მშვიდად დაიძინებს 10 საათზე, აგერ სოლოლაკში, იმიტომ რომ სხვაგან მას არსად აღარ წაესვლება რეალურად. ერთადერთი ადგილი, სადაც მას უკვე დაედგომება, არის საქართველო. გვინდა თუ არა ჩვენ ის აუცილებლად დასანქცირდება, მაგრამ აქ მთავარია ჩვენ რას ვიზამთ? მე ძალიან მეწყინება, რომ ივანიშვილს ხელები გადაუგრიხოს ევროპამ და ამერიკამ, ჩვენმა მეგობრებმა. მე ძალიან მინდა, რომ მას ქართულმა ხალხმა გასცეს პასუხი. ამიტომ დავიწყოთ ხვალიდან და ნუ გავანებებთ თავს ჩვენს ბედზე ზრუნვას. მოგესალმებით. უკვე მე რამდენად ხედავს ჩვენი მაყურებელი ბოლო წლების განმავლობაში, რომ იქ სადაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური სცენაა, მე ვგულისხმობ რუსთაველის გამზირს, ერთიანდებიან ჟურნალისტები. ერთიანდებიან ამ ქვეყნის უფლებების და საკუთარი უფლებების დასაცავად. და ეს არ არის ნორმალური. არ არის ნორმალური, როდესაც ჩვენი კოლეგა და ჩვენი მეგობარი ნიკა გვარამია ციხეში იმყოფება და აქ წარმოდგენილი ტელევიზიების აბსოლუტური უმრავლესობა ყოველდღურად სასამართლოდან სასამართლოში დარბის იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი უფლებები და არ ვნახოთ მორიგად დახურული ტელევიზია. არ არის ნორმალური, როდესაც ჩვენ ყავს ხელისუფლება, რომელიც ევროპას აგინებს ღიად და ეფერება რუსეთს. ეს ყველაფერი არ არის ნორმალური, მაგრამ ეს თავისთავად არ შეიცვლება. არ გათენდება ისეთი დღე, როდესაც ხელისუფლება გონზე მოეგება და გადაწყვეტს, რომ სხვანაირად მოიქცეს. ამიტომ ამ ყველაფრის გასაღები დღეს გვიჭირავს თითოეულ ჩვენთაგანს. ვინც აქვს ხედვართ, ვინც ახლა ტელევიზორში გვიყურებთ, ხო, თითოეულ ჩვენთაგანს გვიჭირავს ამ ყველაფრის გასაღები. მე მივეკუთვნები იმ თაობას, რომელიც გაიზარდა რკინის ფარდის მიღმა და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ცხოვრება დიქტატორულ ქვეყანაში. მაგრამ მე არ მინდა, რომ ჩემმა შვილმა გაიაროს იგივე გზა. მე მირჩევნია ჩემმა შვილმა კინოში ნახოს ეს ყველაფერი, წიგნში წაიკითხოს როგორი იყო, როდესაც რუსეთის მონობის ქვეშ ცხოვრობდი. ან მე მოუყვე ხოლმე საინტერესო ადგილები, მაგრამ არამც და არამც თავად არ უნდა გამოსცადოს ეს. ევროკომისიამ მოგცა ჩვენ კონკრეტული რეკომენდაციები და დაგვიწესა ვადები. რეკომენდაციები არის ხელისუფლებისთვის, მაგრამ ვადები არ არის ხელისუფლებისთვის. ეს ვადა 2022 წლის ბოლომდე ევროკომისიამ მისცა საქართველოს მოსახლეობას. რომ ან მოხდება ქვეყანაში დეოლიგარქიზაცია, ან ეს ქვეყანა საბუნდაბოდ დაკარგავს პერსპექტივას, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. და მე მგონი სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს. ქართველი ადამიანი შეიძლება სოციალური მდგომარეობის გამო ქუჩაში არ გამოვიდეს, მაგრამ როდესაც ქვეყანას ემუქრება საფრთხე,
როდესაც გრძნობს, რომ მის მომავალს და მის შვილებს ემუქრება საფრთხე, ის აუცილებლად გამოვა გარეთ. რატომ არის უშუალოვანი ხვალგამოსვლა? ორი მიზეზი აქვს ამას. პირველი ის, რომ რა თქმა უნდა დავანახოთ ხელისუფლებას. ის ძალა, რომელსაც ყველაზე მეტად ეშინია, მერწმუნეთ, ბიძინა ივანიშვილს თუ რამის ეშინია, ეს არის ხალხის სიმრავლე. და ხვალ აწიონ დრონები და ითვალონ და მეორე, არანაკლებ თავარი, დავანახოთ ევროპას, რომ ას არჩევანი არა რომელიმე ხელისუფლების, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ჩვენ ევროპულ არჩევანს აუცილებლად დავიცავთ. ამიტომ გელოდებით ხვალ 8 საათზე ყველას რუსთაველს. საღამომშვიდობისა, მე ვარ ჟურნალისტი ნინო ჟიჟილაშვილი, წარმოვადგენ ტელეკომპანია ფორმულას და მაქვს პატივი აქ შეკრებილი მედია საშუალებების სახელით გაგაცნოთ მიმართვა ჩვენი აუდიტორიისთვის. დამოუკიდებელი საქართველოს ბოლო 30 წლის ისტორიაში ჩვენ თითქმის არასდროს გქონია გადამწყვეტი მომენტი, ისეთი როგორიც ახლა. ჩვენი ქვეყანა დგას ძალიან ნათელი არჩევანის წინაშე, ევროკავშირი თუ ოლიგარქი. ევროკავშირი, სადაც არის ჩვენი განვითარების ერთადერთი შესაძლებლობა და უსაფრთხოება, თუ ოლიგარქი, რომელსაც ყველგან პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საჯარო ცხოვრებაში აქვს საკუთარი ინტერესი, რომელიც მართავს ყველა სახელისუფლებო შტოს, პარლამენტს, მთავრობას, სასამართლოს. ევროკავშირი დღეს ჩვენ გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა. ამ დროს კი საქართველოს ხელისუფლება მისი ქმედებებითა და განცხადებებით ამ კარს გულმოდგინედ კეტავს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის უარი ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარუმატებლობაა. რაც დღეს ახალი მსოფლიო წესრიგის დადგენის ჩვენი პარტნიორი ქვეყნის უკრაინის თავს დატეხილი რუსული აგრესიის ფონზე შეიძლებოდა განგვეცადა. ეს ისეთი მარცხია, რასაც არ იმსახურებდნენ ჩვენი წინაპრები. ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი გმირები. არც ჩვენ ვიმსახურებთ და არც მომავალი თაობები. ეს არის მარცხი, რომელიც ქვეყანაში მოიტანს რომელიც ქვეყანაში მოიტანა ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოუკიდებულებებმა, მისმა ერთ კაცზე, ბიძინა ივანიშვილსა და მის ინტერესზე ორიენტირებულმა 10 წლიანმა მუშაობამ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დაშვებულია უპატიებელი შეცდომები. ეს ყველაზე მსუბუქი შეფასებით და ამ შეცდომებს ჭირდება საზოგადოების სათანადო და პრინციპული პასუხები. ვინაიდან მხოლოდ საზოგადოება შეძლებს დააბრუნოს ის, რაც წაგვართვეს და უპირობოდ მისიც არის ამ ქვეყნის მომავალი. ჩვენ ხელთ გვაქვს გზამკვლევი ევროკავშირის დასკვნა, რომელშიც ცხადად წერია, რა შემთხვევაში მიიღებს საქართველოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ამ დათქმების შესრულება ძალიან სწრაფად არის შესაძლებელი, მათ შორის იმისიც, რაც ევროკომისიის დასკვნაში მედიაზე წერია. საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დევნის დამოუკიდებელი მედია საშუალებების ჟურნალისტებსა და ამ მედიების მფლობელებს უნდა შეჩერდეს. ის საქმეები კი, რომლებიც მისი წახალისებით მძიმედ დამთავრდა, უნდა იყოს გამოძიებული, დამნაშავეები დასჯილი. მათ შორის გამოვყოთ 5 ივლისის ორგანიზატორებს, რომელთა გამიზნულმა ქმედებამაც გამოიწვია ჩვენი კოლეგის ლექსო ლაშქარავის გარდაცვალება და 53 ჟურნალისტის ფიზიკური დაზარალება. ასევე გამოვყოფთ პოლიტიკური მართლმსაჯულების შედეგად დაკავებული მთავარი არქის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმეს, რისი გამოსწორებაც ხელისუფლებას პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ახლავე ამ წუთშივე შეუძლია. თუმცა ილუზია, რომ ამ დათქმებიდან რომელიმეს ხელისუფლება შეასრულებს, ჩვენ უკვე აღარ გვაქვს. ამიტომ დღეს გვინდა მოგმართოთ თქვენ, ჩვენს აუდიტორიას, მაყურებელს, მსმენელს, მკითხველს. საქართველოში მოქმედ კრიტიკულ და ხელისუფლებისგან დამოუკიდებელ მედია საშუალებებს გვიწევს თან ვიბრძოლოთ გადარჩენისთვის და თან ჩვენი პროფესიული მოვალეობების შესრულებისთვის. ჩვენ გვევალება თქვენი ინფორმირება. სახელისუფლებო და რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის მილიონობით დაფინანსებულ მანქანასთან გამკლავება. ძალაუფლების მქონეთა კონტროლი. თქვენს კითხვებზე პასუხების პოვნა. ჩვენს მასალებში თქვენი ინტერესის, ამ ქვეყნის კონსტიტუციით განსაზღვრული დასავლური კურსის დაცვა. ჩვენ დღეს გეუბნებით, რომ შეგვიყვანეს ბრძოლაში, როდესაც არ არსებობს გზა უკან. ამიტომ ვხედავთ მხოლოდ იმას, რაც ჩვენ წინაშია. ვხედავთ თქვენ, ჩვენს აუდიტორიას, რომელსაც გვინდა კიდევ ერთხელ შეგატყობინოთ, ვაპირებთ ნებისმიერ ფასად დავიცვათ ეს პროფესია და თქვენი უფლება მიიღოთ მრავალფეროვანი ინფორმაცია, რომ ამ მძიმე დროს თქვენ სრულფასოვნად იყოთ შეიარაღებული ახალი ამბებით. შეძლოთ ინფორმირებული მოქმედება და საბოლოოდ ყველამ ერთად მივაღწიოთ იმ მიზანს, რაც ამ ადგილზე
არაერთხელ გაცხადებულა და რაც ხვალ 20 ივნისს განსაკუთრებული შემართებით კიდევ ერთხელ ითქმება. ჩვენ გვაქვს ერთი გზა შინ ევროპისკენ და რადგანაც დღეს საკითხით დგას ასე ევროკავშირი თუ ოლიგარქი ამ ბრძოლაში ჩვენ რა თქმა უნდა ვირჩევთ ევროპას. ფორმულა მთავარი TV პირველი კავკასია net გაზეთი პუბლიკა onji. მადლობა. ჩვენი არჩევანია. ევროპა ჩვენი მომავალია. მედია ევროპული არჩევანის დასაცავად. ჩვენ ვირჩევთ ევროპას. 4 სატელევიზიო არხის და 3 ონლაინ მედია საშუალების ერთობლივი პირდაპირი მაუწყებლობა. გადამწყვეტი კვირა ჩვენი ქვეყნისთვის და ერთი დღით ადრე საქართველოს მოქალაქეების მარშამდე ევროპისკენ. მოსაზრებები, პასუხები, განწყობები 4 ტელევიზიის და 3 ონლაინ მედიის პირდაპირ ეთერში. მაუწყებლობთ გამზირიდან, სადაც ყოველთვის წყდებოდა საქართველოს ბედი. ფორმულა, მთავარი არხი, TV პირველი, კავკასია, net გაზეთი, პუბლიკა, onji. ერთობლივი გადაცემა 7 მედია საშუალების პირდაპირ ეთერში. მედია ევროპული არჩევანის დასაცავად. გრძელდება 7 მედია საშუალების ერთობლივი ეთერი, ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში, ვიწყებთ უკვე სტუმრების ნაწილში მაუწყებლობას და წარმოგიდგენთ ჩვენი ეთერის პირველ 2 სტუმარს, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და სირცხვილიას წარმომადგენელი აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. ბატონ გიორგის დაусვამთ პირველ შეკითხვას. მოდი, უფრო სწორად შეკითხვას კი არა, პირდაპირ დავიწყოთ თქვენი შეფასება, როგორ აქციას ელოდებით ხვალ და რა დატვირთვასა და მნიშვნელობას ანიჭებთ თქვენ როგორც პრეზიდენტი და ერთი კონკრეტული მოქალაქე ხვალინდელ დღეს. მადლობთ, მივესალმები მაყურებელს და მოუწოდებ მაყურებელს, რომ ხვალ ვიყოთ ერთად. და მინდა გითხრათ, რატომ უნდა ვიყოთ ერთად. ჩვენ ერთი ბრძოლა წავაგეთ სულ რამდენიმე დღის წინ, 2 დღის წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი ბრძოლა, ჩვენი მთავარი ომი იმისთვის, რომ საქართველოს ადგილი მიუჩინოთ, ის ადგილი, რომელიც ისტორიულად ჩვენ გვეკუთვნის, ეს ომი, რომელიც დაიწყო ჩემმა თაობამ, ჩემზე უფროსმა თაობამ და რომელსაც არაერთი ღირსეული მამულიშვილი ემსახურა, ზოგი თავის სიცოცხლით და ზოგი თავისი მთელი მოწოდებით, ეს ბრძოლა, ეს ომი გასაგრძელებელია. ამ ომს არ ყავს პარტიული ადრესატი. ამ ომს მის ერთადერთი ადრესატი არის საქართველოს მოქალაქე, რომელმაც როდესაც ვიწყებდით და როდესაც აი აქ ვიდექით 30 წლის წინ, მაშინ არც არსებობდა ის პარტიები, რომლებზეც დღეს ვსაუბრობთ. ეს ადრესატი ისტორიაში მიდის და ჩვენ წინაპრებს უკავშირდება, რომლებმაც საუკუნეებია ეს ბრძოლა იბრძოლეს. და მე პირველ რიგში მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებიც მაინც პროპაგანდის თუ სხვა მიზეზების გამო პარტიული ნიშნით ყოფთ ერთმანეთს, ყოფთ ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს პარტიული ნიშნით. გადადეთ ეს დამოკიდებულება, იმიტომ რომ დრამატულია არა თქვენი, არამედ თქვენი შვილების და თქვენი შვილიშვილების მომავალია დამოკიდებული იმაზე, რამდენად მტკიცეთ ვიგდგებით, როგორც ქართველები და არა როგორც ამა თუ იმ პარტიის ამხარდაჭერი ან მოკავშირე. გადადეთ ეს გვერდზე. ნუ მიპასუხებთ ახლა თქვენს, ასე ვთქვათ, ლოგიკაში, ნუ მიპასუხებთ და ნუ მეტყვით რაღაცა პასუხებს და სიღმისეულად ნუ წახვალთ ამაში. ეს პასუხი, რომელსაც ახლა ამზადებთ, ზოგიერთი რომ რატო ხვალ არ მოხვალთ. ეს პასუხი გასაცემი გექნება თქვენი შვილების მიმართ. 5 წლის მერე, 10 წლის მერე. მაშინ, როდესაც ისინი დაგისვავენ კითხვას, შენ სად იყავი, როდესაც ჩემი ქვეყნის
ისტორიული არჩევანი კეთდებოდა. არა ვიღაცის სასარგებლოდ, არა ვიღაცის საწინააღმდეგოდ, არამედ ის ისტორიული არჩევანი, რომელთა თაობაზეც მე წიგნში ვკითხულობ, როდესაც საქართველოს ისტორიაზე ვფიქრობ. აი ეს მინდა გითხრათ, იმ ყველა ადამიანს, ვინც ფიქრობ თქვენზე, თქვენს ოჯახზე, თქვენს მომავალზე და არ არის ეს კიდე მცირე და პათეტიური სიტყვა სამშობლოზე. ხვალ მოდით აქ არავის წინააღმდეგ თქვენი შვილებისთვის, თქვენი ოჯახის წევრებისთვის და სამშობლოსთვის. აი ხო თითქოს წარმოუდგენელი იყო არა მეგობრებო, ასე მოგმართავთ რესპონდენტებსაც და კოლეგებსაც, რომ დადგებოდა დღე, როცა ჩვენ აქ დაგვჭირდებოდა შეკრება იმაზე სასაუბროთ, რომ არ გვინდა უკან საბჭოთა კავშირი და რომ ჩვენი არჩევანია ევროპა. ხო მართლა იყო ეს არა წარმოუდგენელი? არ ვიცი. ხო, მიკროფონი თამარ, აი ხო. რიტორიკული არა, ეს ჩემი შეკითხვა, მართლა წარმოუდგენელი. 2019 წლის 20 ივნისის შემდეგ უკვე აშკარა და თვალსაჩინო გახდა, რომ ბოლოს აქამდე აუცილებლად იმას, რომ ერთ ადგილზე ვერ გაჩერდები, არსებობს ორი გზა, ან წინ, ან უკან და თუ კი წინ ვერ მიდიხარ, ეს ნიშნავს, რომ შენ მიდიხარ უკან. ეს მოცემულობაა თანამედროვე მსოფლიოში და ჩვენ სწორედ ამ მდგომარეობაში ვართ ახლა. ვერ ვიხსენებ, მე მგონი ვახოს Facebook სტატუსი თუ ვწდები მაპატიე ვახო, მაგრამ აი ძალიან საინტერესო, რომ ხვალინდელი აქცია, ხვალინდელი 20 ივნისი და საერთოდ ეს ბოლო დღეები უკვე აქ აღარა პოლარიზაციის თემა, რაღაც ნაცების კოცი, საერთოდ არაა ეს პარტიული ამბავი. ჩვენ ბევრ ადამიანს ალბათ დღესაც ხვალაც მოგვიწევს ამის ახსნა, უნდა აუხსნათ რაოდენ მნიშვნელოვანი და რაოდენ სახიფათო გამოწვევის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. შოთა, აი ხვალინდელი დღის წინ სულ რამდენიმე საათი რჩება და აუხსენი ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ არ მინდა რა, აი ნაცები არიან, იქ რაღაცა ყოფილი ხელისუფლება, რომ ეს არაა პარტიული დაპირისპირების ზღვარი. რომ აქ სულ სხვა რაღაცაზეა საუბარი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი. არაფერი არ არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, ვიდრე მისი თავისუფლება, მისი დამოუკიდებლობა და ხალხის გაცხადებული ნება, რომელიც ამ შემთხვევაში გამოხატულია კონსტიტუციით, ხომ? რომ ამ ქვეყნის მმართველებმა გააკეთონ ყველაფერი იმისათვის, რომ მოხდეს ჩვენი დაახლოება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. შევიდეთ ევროკავშირში, შევიდეთ ნატოში. ყველა ღონე უნდა იხმაროს ყველამ, თითოეული მოქალაქის ვალია, რომ ასე მოხდეს. არა თუ ხელისუფალის, რომელიც კიდევ უფრო მეტი პასუხისგებლობით უნდა იყოს აღჭურვილი, როცა საკუთარი ქვეყნის ბედს განსაზღვრავს. ხო, აი აქ უნდა იჯდეს ჩვენი ქვეყნის რჩეული 150, საუკეთესო 150 ადამიანი, რომელსაც ვიპოვით მოქალაქეები ქვეყანაში. და საქმე გვასმენებდნენ ისეთ განცხადებებს, ეგეთი ევროპა, ტყუილზე აგებული ევროპა, კი არა, ოჯახი არ მინდაო, ანუ ერთ-ერთი სულელური განცხადებებიდან ერთ-ერთი გამახსენდა, ხო? აქ ვინც ხედან მათ შორის გაკეთებული რა. დიახ, და ჩვენ ვართ ამ ქვეყნის 85%. ეს უნდა გავიგოთ ყველა. ჩვენ ვართ ამ ქვეყნის 85%, რომელიც სტაბილურად ამბობს, რომ საქართველოს ბედი უნდა დაკავშირებული იყოს ევროპულ ოჯახთან, ხო? ჩვენ ვართ მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, მიუხედავად იდეოლოგიური კუთვნილებისა და ხვალინდელი აქცია ასეთიც არის, ხო? 20 ივნისს 20 საათზე აქ შეიკრიბება ხალხი, რომელიც გადადებს საკუთარ განსხვავებებს გვერდით, იმიტომ რომ ბევრი არაფერი გვაქვს, ხო? აი პოლარიზაცია სუვიძახით. რა არის ეს პოლარიზაცია? ხო, ესეც ხო რბილი ძალა მტრის ხელში იმისათვის, რომ შეუძლებელი გახდეს, რომ მოქალაქეებმა, ხო, აი საზოგადოებრივმა ქსოვილმა რღვევა დაიწყოს, ყველაფერს აკეთებენ ამისთვის, იმიტომ თუ შეუძლებელი გახდება ადამიანებს შორის რაღაცაზე შეთანხმება, ხო? მაშინ რანაირად უნდა გააკეთონ ერთად რამე და დიდი გამოწვევების დაძლევას ერთობლივი ძალისხმევა ჭირდება და ჩვენს ყველამ კარგად ვიცით, იმიტომ რომ ვამბობთ, რომ ძალა ერთობაშია, ხო? და არსებობს ძალიან ცოტა რამე, რაც
ბევრი მუშაობის გამო, იმისათვის რომ ძალიან დიდი ფულია ინვესტირებული ამ პოლარიზებაში, ამ მოქალაქეების ერთმანეთზე წაკიდებაში, ცივი სამოქალაქო ომის დაწყებაში. ძალიან ბევრი ინვესტიციაა, ძალიან ბევრი ფული და ძალიან დიდი მუშაობაა გაწეული 10 წლეულების განმავლობაში. მაგრამ ის ნება ქართველი ხალხისა, რომ მან იაროს ევროპისკენ, რომ ჩვენ მივიდეთ ვიარო წინ ევროპისკენ, შინ ევროპისკენ, ეს არის ურყევი და ეს ყოველ წელს გამოიხატება, რიცხობრივად გამოიხატება. და ამიტომ ჩვენ უნდა გადავდოთ გვერდით ის, რაც ყოფს, უნდა ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც გვაერთიანებს, ვიცით რომ ბევრი რამე არ გვაერთიანებს, მაგრამ ეს გვაერთიანებს. იმიტომ რომ თუ ჩვენ ვერ შევძელით ამის გაკეთება, ხო? ხვალინდელი დღე უბრალოდ აღარ გვექნება. კი ბატონო, ბატონო გიორგი, თქვენთან მექნება მომდევნო შეკითხვა. ყველამ ნახეთ, ყველამ ვიცით, უკვე აღარ ჩამოვთვლი და ჩვენ მაყურებელსაც თავს აღარ შევაწყენ ის მოთხოვნები, რაც ჩვენთან აქვს ევროკომისიას და ევროკავშირს. ამ მოთხოვნების შესრულება პრინციპში ნიშნავს იმას, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა უარი თქვა საკუთარ ძალაუფლებაზე და თვითონვე დაიწყოს საკუთარი ძალაუფლების დემონტაჟი, ასე ვთქვა და იმ ყველაფრის დემონტაჟი, რაზეც თავად დგას. როგორ ფიქრობთ თქვენ? ან უნდა გააკეთოს არჩევანი, რომ შეასრულოს ეს ყველაფერი და წავიდეთ ევროპისკენ და გაკეთდეს ის, რაც ყველას ესე გვინდა. თქვენ როგორ ფიქრობთ, მაინტერესებს რა არჩევანს გააკეთებს ახლა ხელისუფლება, როცა მართლა ასეთი ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია და მაინტერესებს ასევე, ბოდიშს ვიხდი, რომ ჩემ კოლეგებს მეტი დრო აღარ წავართვა, მაინტერესებს ასევე თქვენ ვიცი რომ არ გიყვართ არც პრეზიდენტის განცხადებების, არც მისი მოქმედებების შეფასება, მაგრამ თქვენ გიორგი მარგველაშვილი რომ იყოთ დღეს, აი ამ ისტორიულ მომენტში ქვეყნის პრეზიდენტი, რას გააკეთებდით ახლა? პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ მე ბუნებრივია ამ ხელისუფლებისგან, რომელმაც ყველაფერი ემოციური, ინტელექტუალური, მე ვფიქრობ ადმინისტრაციული რესურსის ჩართო იმისთვის, რომ არ დამდგარიყო შედეგი, სულ ბოლო აი ამ ქალბატონის არ შეშვებაც აი ისეთი იყო, რომ ბოლო წვეთიც დაამატეს, თუ შეიძლებოდა კიდე რამის. ასე აქედან გამომდინარე, არანაირი იმედი არ მაქვს. და ბუნებრივია, რომ მთელი მოთხოვნებს, რომელიც თქვენ დაასახელეთ, უბრალოდ რომელიც დასახელებულია აი კომისიის მიერ, თელა მოთხოვნებს ბუნებრივია ვეთანხმები, მაგრამ არ ვეთანხმები ჩვენ ევროპელ კოლეგებს, რომ ჯერ მოთხოვნები და მერე კანდიდატობა. აბსოლუტურად სწორია, ყველა მოთხოვნაზე ხელს მოვაწერდი და ყველა მოთხოვნა ძალიან სწორედ აწონილ-დაწონილია და სწორედ არის წარდგენილი, მაგრამ ჩემო ევროპელო კოლეგებო და მეგობრებო, საქართველოს ისტორიაში, კი არა, ჩვენი რეგიონის ისტორიაში დღეს ისეთი მომენტია, რომ დღეს უნდა გადაიქაჩოს საქართველო და მოთხოვნები უნდა დარჩეს, მაგრამ მოთხოვნები უნდა შესრულდეს იმ ფონზე, რომ კანდიდატობა მოგვეცეს. ამისთვის მე ხვალ გამოვალ ინიციატივით და მივმართავ კიდევ ერთხელ პარტიული და პოლიტიკური აქციაზე გამოხვალ? არა, ინიციატივით გამოვალ ინგა იმითი, რომ მივმართო არა ხვალო და ანუ რაღაცა განგებო ინიციატივა. ხო, დიახ, ანუ იმ მოთხოვნით რომ მოვაწეროთ ხელი წერილს აი ამ მოთხოვნას შინაარსი შემდეგია, დანარჩენი დეტალები ხა ეს შინაარსი შემდეგია, რომ გეთანხმებით მოთხოვნაში, რომ მოთხოვნები ადეკვატურია, თუმცა ჯერ სტატუსი და მერე მოთხოვნები. ეს არაფერს არავითარ, ასე ვთქვათ, დრამატულ მდგომარეობაში არ აღგდებს ჩვენ ევროპელ პარტნიორებს. ამ ინიციატივით მე კიდევ ერთხელ იმ სულისკვეთებით, რაზეც თქვენ საუბრობდით, მივმართავ ყველა ჩემს კოლეგას, უпростоრეთ კოლეგა ერთი მყავს ამჟამად ორი მყავს საქართველოში, ქალბატონ პრეზიდენტს, ბატონ პრეზიდენტს, რომელიც არის ციხეში და რომელიც იმედია მოვახერხებ, რომ მივაწვდინო ხმა, რომ მანაც მოაწეროს ხელი და მივმართავ პარლამენტის თავმჯდომარეებს, რომლებიც საქართველოში არიან, იმისთვის რომ გამოჩნდეს, რომ ამ ის კიდევ ერთხელ, რასაც თქვენ ამბობთ, სადაც არის სულისკვეთება, იმ თვალსაზრისით, რომ ყველანი ერთი ვართ, სხვადასხვა
ასე ვთქვათ, ეპოქის პოლიტიკოსები ამ ნაწილში ვართ გაერთიანებული. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როგორც ქალბატონი პრეზიდენტი, ასევე ბატონი პრეზიდენტი მხარს დამიჭერენ მე ამ ინიციატივაში, იმიტომ რომ აბსურდული იქნება ამ მოთხოვნაზე ხელის არ მოწერა, რომ მოდით ყველამ თხოვოთ რომ ჯერ იყოს კანდიდატობა და შემდეგ იყოს და მოთხოვნები დარჩეს. გჯერათ ბატონ გიორგი, რომ 24-მდე შეიძლება ამან გარდატეხა მოახდინოს და უკვე სამიტზე შეიცვალოს, მაგალითად ევროკომისიის გაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ბრძოლა წაგებულია, მაგრამ ომი გრძელდება. არაფრის დიდებით არ შეიძლება ფარხმალის დაყრა და მუდმივად ყველაფერს უნდა ვეძიებდეთ. ჩემი აზრით, რაც შეიძლება ამ ერთ კვირაში გაკეთდეს, არის ხვალ ქართველი ხალხის მთლიანი ნების ჩვენება. ეს არის ხვალ თუნდაც აი ამ გამაერთიანებელ დოკუმენტზე ხელმოწერების მოპოვება. ეს არის პოლიტპატიმრების გამოშვება, რომელიც ნამდვილად არის შესაძლებელი ამ ერთ კვირაში. ეს იქნებოდა ისეთი კომპლექსური გზავნილი, რომ მე ვფიქრობ დააყენებდა ჩვენ ევროპელ კოლეგებს სერიოზული არჩევანის წინაშე, რაც ეხლა მათ წინაშე არ არის. ეხლა მათ წინაშე არის კომისიის დასკვნა, რომელიც თავისთავად უკვე ავტომატურად უნდა გადაითარგმნოს. ჩვენი ერთკვირიანი ძალისხმევა არის შევცვალოთ ის, სადაც უკვე წავაგეთ და მოგებისკენ გადავდგათ ნაბიჯს. ალბათ ეს არის პასუხი ბოდიში ვახო იმ კითხვაზეც, რას გააკეთებდით დღეს, რომ პრეზიდენტი იყო და უკვე მივხვდი, რომ აი ეს პუნქტები რაც ჩამოთვალე და რაც მათ შორის საულმე ზურაბიშვილის ხელშია. შოთასთან მაქვს შეკითხვა. შოთა, ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანებს, რომელთაც თქვენ მიმართავთ და ყველა ვინც ეპატიჟება, ასე ვთქვათ, ხვალინდელ აქციაზე, როგორ გახდეს ერთი კონკრეტული ადამიანი მონაწილე მთლიანად პროცესის. როგორ უნდა ირწმუნოს მან, რომ მას აქვს დიდი ძალა, რომ მას შეუძლია იბრძოლოს იქ, სადაც მუშაობს, შეუძლია იბრძოლოს ქუჩაში, როდესაც აქციაზე გამოდის. არ ვიცი, ჟურნალისტ შეუძლია თავისი საქმე გააკეთოს სტუდიაშიც, ქუჩაშიც, ყველგან. აი რა უნდა იყოს ისეთი გზავნილები, სადაც ადამიანი ირწმუნებს, რომ ის ერთია მრავალთაგან, მაგრამ სწორედ ის წყვეტს ქვეყნის ბედს. ეს ყოველთვის ასე იყო, ხო? ჩვენ თუ ინდივიდუალური პასუხისგებლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი რა, იმიტომ რომ ჩვენ ყველას რაღაცნაირად მოველით, რომ ვიღაცა ჩვენ ნაცვლად გააკეთებს რაღაცას, ამ ბედი გაგვიღიმებს, რაღაცა ეტლი თანავარსკვლავედში შევა და რაღაცა თავისი დაალაგდება. გავიგებთ ხშირად ფრაზებს, რომ მესამეჯერ ხელისუფლება აქ არა აურჩევიათ და მე როგორ აირჩევენ, ხო? მშვენივრად აირჩიეს, რომ ეს არ გასვლიათ, ეს სულ რაღაცა საკუთარი პასუხისგებლობის მიმართვა ან ზებუნებრივ ძალებზე, ან რაღაც სხვაზე. თითქოს არსებობს რაღაცა deus ex machina, რომელიც ჩამოვა და შენ მაგიურად რაღაცას გააკეთებს, ხო? ხელი თუ არ გავანძრიეთ, ხო? არავის არ გვეშველება. ასევე დასავლეთს როცა ვთხოვთ რაღაცებს, დასავლეთმა ამ რეზოლუციებით, ამ რეკომენდაციებით გამოჩნდა, რომ შვენივრად იცის, რაც ხდება, მაგრამ ვერავინ ვერ შეცვლის შენ ქვეყანა, შენ თუ იჯექი გულხელ დაკრეფილი, ხო? ამიტომ ხვალ აქციაზე გამოსვლა არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ უბრალოდ დავინახოთ ერთმანეთი, იმიტომ რომ მთელი კამპანია იყო იმისთვის, რომ ადამიანებს გადაწურვოდათ იმედი, ხო? ჩვენ ახლა იმედით აღარასოდეს აღარ მობილიზდებით. გვჭირდება ყოველთვის ბრაზი და ამ ბრაზის გრადუსიც თითქოს აი ბაყაყს რო ნელცეცხლზე ხარშავენ და ვერ ხვდება. ისე ვარ ჩახარშულები და უფრო აღმაშფოთებელი რაღაცა გვჭირდება იმისათვის, რომ ესე წამოგვახტუნოს სკამიდან და ესე გამოგვაკეთოს. აი კარგი ამბავი ის არის, რომ აი მაგალითად ახლა Facebook-ზე ვრცელდება სტუდენტური ჯგუფების უმაღლესი სასწავლებლების განცხადებები ერთმანეთის მიყოლებით, რომ უერთდებიან ხვალინდელ აქციას. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. უნივერსიტეტი, რომელმაც ეს განცხადება გააკეთა, ხვალ იქნება ამ სცენაზე სპიკერი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ხვალ სამოქალაქო საზოგადოება მიმართავს
სამოქალაქო საზოგადოებას, რომ მოხდეს ყველა იმ ადამიანის აქტუალიზაცია, ყველა მირწმუნოს, რომ რაღაცა შეუძლია. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ერთმანეთი დავინახოთ და მე რაღაცა საორგანიზაციო ფორმა ვნახოთ იმისათვის, რომ ძალისხმევის გაერთიანება შეუძლოთ და ჩვენ არ გვჭირდება ბევრ რამეზე შეთანხმება. ამ ერთ საკითხზე თუ თანხმდებით, მოდი გავაკეთოთ ეს საკითხი. შევიყვანოთ ქვეყანა იქ, სადაც მისი ადგილია და ჩვენ განსხვავებზე მერე ვიდაოთ. ერთი კითხვა მინდა ეხლა დავსვა, იმედია მოვასწრებთ, თუმცა კითხვის დასმამდე ერთ კაცს მინდა ეხლა კამერიდან აი ესე ჩავხედო კამერას პირდაპირ და მივმართო. ეს არის ჩვენი მეგობარი ნიკა გვარამია. პირველი ერთობლივი ეთერის იდეა თუ გახსოვს ვახო, პირველი ერთობლივი ეთერის იდეა 5 ივლისის სისხლისღვრის მერე ეკუთვნოდა ნიკა გვარამიას, კაცს ძალიან მაგარ მედია მენეჯერს, რომელიც ციხეში გაუშვეს. კითხვას უკავშირდება ეხლა რასაც ვამბობ, სწორედ იმის გამო, რომ კერძო კომპანიის ავტომანქანით ისარგება და ნიკა მაგრად იყავი და მე ვარ დარწმუნებული, რომ ძალიან მალე გამოხვალ შენ გარეთ. ეხლა ჩემი კითხვა. აი სწორედ ნიკა გვარამიას კონტექსტში უნდა დავსვა ეს კითხვა, ბატონო გიორგი. იქნებ საერთოდაც არაფრის გაკეთებას და არაფრის შესრულებას არავინ აპირებს. მე ვსაუბრობ ჩვენი ხელისუფლებიდან. იქნებ სწორედ ეს იყო მათი მთავარი ხაზი. აბა, ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის წინ, ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინ გვარამიას დაჭერა და მოსამართლის საბოლოო სიტყვებს მინდა რომ მათ გადახედონ, ვინც ჯერ კიდევ ორჭოფობს, ხვალ მოვიდნენ თუ არა. იქ წერია რომ გვარამია ზის იმ მანქანის სარგებლობის გამო. რატო გაუშვებდნენ აი ამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების წინ, როცა ევროკავშირისგან ჩვენ ქვეყანას სტატუსს ელოდებოდა ამ ადამიანს ციხეში. იქნებ ხელისუფლებას საერთოდ არ აღელვებს აქ რამდენი 1000 კაცი დადგება და მათ აქვთ არჩეული სწორედ ევროპის საპირისპირო გზა. იქნება რა, ასეა, მაგრამ ის ადამიანები, ვინც აქ დადგებიან, ყოველთვის წყვეტდნენ ქვეყნის ბედს. ინგა, მეც და თქვენს არაერთი ამ ქვეყნის ბედის შეცვლის მონაწილე ვართ. ყოველთვის ეს სკეპტიციზმი იყო, მაგრამ სადაც ქართველი ხალხი დგას მტკიცედ და ხედავს თავის მიზანს, იქ ყოველთვის მიიღწევა შედეგი. ასე რომ არ მაინტერესებს არც ხელისუფლების, არც პრინციპში არც ერთი, ასე ვთქვათ, სხვა იმ ადამიანის აზრი, რომელსაც უნდა რომ საბჭოთა კავშირში დააბრუნოს საქართველო. არ მაინტერესებს. მე ვიდგები იმ ხალხის გვერდით, ვინც არის ერთგული ჩვენი სამშობლოსი, ვინც არის ერთგული იმ ისტორიული არჩევანის, რომელიც ამ ქვეყანამ თუნდაც მე-4 საუკუნეში გააკეთა და თქვა, რომ ეს იქნება ქრისტიანული ქვეყანა და ქრისტიანული ქვეყნის განვითარების ლოგიკას დაექვემდებარება და არა ბოლშევიკური სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა, წარუმატებელ მცდელობაში შევა. ინგა, ეს ყოველთვის წყვეტს. ყოველთვის არის ხოლმე, რომ აი, ვეღარ რაღაცა კიდევ, მაგრამ ყოველთვის არის ხოლმე ქართველი ხალხის ნება და ის არის გადამწყვეტი. და აი ამ პრეცედენტებით ვიცხოვრეთ ჩვენ მთელი ცხოვრება. ბატონო, ინგა მე ბოლოს ვაპირებდი ამის თქმას, მაგრამ რადგან ახსენე ნიკა გვარამია, მეც ვიტყვი რომ გუში მქონდა ზუსტად ინტერვიუ ნიკასთან და მითხრა რომ და ყველას უთხრა პრინციპში რომ მე ვერ ვახერხებ მოსვლასო და 20-ში ყველა უნდა მივიდეს პარლამენტის წინ და ჩემს მაგივრათაც ვისაც სურვილი ექნება მივიდესო და მე ერთ-ერთი ვიქნები, დარწმუნებული ვარ, ასეთ ბევრი ადამიანი იქნება და მე ვიქნები ერთ-ერთი, ვინც ჩემს მაგივრათაც და ნიკას მაგივრათაც ხვალ აქ აუცილებლად მოვა. შოთა თქვენთან მექნება კითხვა 20 ივნისი არის ის თარიღი, რომლისაც ხელისუფლებას ძალიან ეშინია. ამას გვიჩვენებს აი ამ წლების გამოცდილება, იმიტომ რომ ყოველთვის როდესაც ანონსდება თქვენი მოძრაობის აქცია, განსაკუთრებით 20 ივნისს, პანიკა ეწყება და ახლაც ტრადიციული ჟანრი არ დაარღვიეს და თქვენს რომ 20 ივნისს აქ აქცია იგეგმება იმისთვის, რომ მოხდეს რაღაც პროვოკაციები, რაღაც მოკლედ რა, როგორც ჩვევია ხელისუფლებას ისეთი ნარატივი და საფრთხეს ხედავსო, ხო, სალომე ზურაბიშვილმა, იმიტომაც ჩაატარა
ჩაატარა აქცია რამდენიმე დღის წინ. Აი რას ეტყოდით ამის პასუხად ხელისუფლებას და რას ეტყვით კიდევ ერთხელ იმ ადამიანებს, ვინც ხვალ აი აქ უნდა მოვიდეს. ყველა ჩვენი დაორგანიზებული აქცია იმართება მთავარი პრინციპით, რომ ეს არის არაძალადობრივი აქცია. არაძალადობრივი წინააღმდეგობა არის ყველაზე ეფექტური წინააღმდეგობა. თვითონ ხო არ ემზადება ხელისუფლება, როგორ ფიქრობ, რაღაც პროვოკაცია. არა მგონია გაბედოს ხელისუფლებამ ქართველი ხალხის ესე გამოხატულნებას ესე დაუპირისპირდეს და პირდაპირ კონფრონტაციაში შევიდეს. იმიტომ რომ იქ რქები დაატყდება უკვე. მაგრამ მინდა ვთქვა, რომ არაძალადობრიობა არის ამოსავალი წერტილი და ჩვენ შეგვიძლია გადავხედოთ ყველა აქცია საერთოდ რომელიც ჩაგვიტარებია. ყველა იყო პრინციპული, მიმწოლი შეიძლება, მაგრამ ყველა იყო არაძალადობრივი, ხო? იმიტომ რატო იმისათვის რომ აქცია იყოს ინკლუზიური, იმისათვის რომ მეტი ადამიანი ჩაერთოს ყველას ყავს ხო ბავშვები ხო? აი როცა ბავშვს არ უნდა რაღაცის გაკეთება, რა ძნელია ბავშვის იძულება. არაძალადობრივი მეთოდებით ბავშვი იცავს თავს, მაგრამ როცა აი თუ საჭიროა ძალადობას ფიზიკური მონაცემები ჭირდება, ხო? ანუ ექსკლუზიურია თავისი ხასიათით. ანუ ეს ჩვენთვის არ არის რაღაცა იდეალისტური არჩევანი, რომ არაძალადობრივ მეთოდს ვირჩევ. ჩვენ სხვანაირად შეგვიძლია, მაგრამ ეს არის პრაგმატული არჩევანი ჩვენი. იმიტომ რომ ეს არის ეფექტური, თუ გადავხედავთ ბოლო 20 წლის წარმატებულ სამოქალაქო მოძრაობებს, ყველა ეს იყო არაძალადობრივი, ხო? და ეს ეხა ჩვენზე დაბრალება, როცა ამდენი მიზეზი გქონდა, რომ ყველაფერი დაგველეწა, მაგრამ აი აქ დაგდებულ სიგარეტის ნამწვებს ჩვენი ხელით ვყრებდით და ნაგავში ვყრიდით და ისევ ტოვებდით ამ ადგილს, ხო და ესე პრინციპული ბრძოლით მივედით და გამოვძალეთ ის რაც გამოვძალეთ, პროპორციული არჩევნები, ხო? მეორე საკითხია ვისარგებლებთ მე ამით თუ ვერა, ხო? მაგრამ ეს არის ჩვენი ამოსავალი პრინციპი და ყველანაირი აი შეთქმულების თეორია, რაც ამის გარშემო ვითარდება, ხო? ჯერ იყო და ვიღაცები იმუქრებოდნენ, მე ეს ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ ადამიანებს უბიძგოს რაღაცნაირად შთააგონოს ის აზრი, რომ აი აქ მოსვლა არის საშიში. არა, აქ არის ხვალ იქნება ქართველი ხალხის ნების ზეიმი და საშიში არის სახლში დარჩენა. რა თქმა უნდა და ხვალ, ანუ 20-ში 20 საათზე ვიკრიბებით აქ, ხო? აუცილებლად 20-ში 20 საათზე შინ ევროპისკენ, წინ ევროპისკენ. ძალიან დიდი მადლობა, რაიმე თუ გაქვთ დასამატებელი ბატონ გიორგი, რამდენიმე წამით. ველოდები აქ ყველას ვისაც გინდათ რომ უარი უთხრათ და დაემშვიდობოთ გრუზინსკაია SSR-ს და საქართველოსთვის დადგეთ აქ. გელოდებით და ძალიან დიდი იმედი მაქვს თქვენი. იმედი მაქვს თქვენი სამშობლოსთვის ერთგულების. ძალიან დიდი მადლობა, მეც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ნიკა გვარამია მოვიკითხო აქედან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ძალიან მალე იქნება გარეთ. და ის იბრძვის ციხიდანაც და ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რა თქმა უნდა, აქ ვინც ვართ გარეთ. ესე იგი, ყველამ უნდა იბრძოლოს იქ, სადაც შეუძლია და სადაც ახლა იმყოფება. მომდევნო ჯგუფს უნდა გადავცეთ კოლეგებო სიტყვა, ნინო ჯანგირაშვილი, ნინო ჟიჟილაშვილი და მიშა სესიაშვილი სტუმრებთან ერთად უკვე გველოდებიან. მაყურებელს რომ ბევრი ბლოკი გვექნება ჩვენ სხვადასხვა მედია საშუალების წარმომადგენელთა ერთობლივი ინტერვიუები ხვალინდელი უმნიშვნელოვანესი დღის წინ სტუმრებს. და მომწურავად მივაწვდით ყველა ინფორმაციას და ძალიან საინტერესო სტუმრები არიან. ჩვენ კი ჩვენი მხრივ კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ხვალ 20 ივნის 20 საათზე გელოდებით რუსთაველზე, ეს არის თითოეული მოქალაქის ნების გამოხატვის დღე. ახლა კი კოლეგებს გადავწევთ. დახვამდის, მადლობა. დიდი მადლობა, ჩვენ ვუერთდებით ეთერს, უბრალოდ გადმოვიბარებთ ჩემი კოლეგებისგან აი ამ ესტაფეტას და წარმოგიდგენთ ჩვენს ძალიან საინტერესო სტუმრებს, ნინო ლომჯარიას, სახალხო დამცველს და პოეტ რატი ამაღლობელს. მადლობა მათ, რომ არიან ჩვენთან ერთად. მიშა, ნინო ჯანგირაშვილი, ჩვენ ერთად წავიყვანთ აი ამ ბლოგს, როგორც იცით, დღეს ჩვენ გვაქვს სიმბოლური ერთიანი ეთერი, გაერთიანებული ძალებით, იმისთვის რომ გითხრათ, რომ ეს არის ადგილი, ეს არის მომენტი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, როდესაც ჩვენ შორის არანაირი ზღვარი, არანაირი განსხვავებები არ არსებობს, ჩვენ გვაქვს ფოკუსი ახლა მხოლოდ ერთ საკითხზე და სწორედ ამ საკითხის ირგვლივ ვისაუბრებთ ამ საღამოსაც. 20 ივნისი, ნინო, ეს დღე, რომელიც გააჩინა ქართულმა ოცნებამ კალენდარში და რაღაცნაირად ახლაც
სიმბოლოები ხომ ტყუილად არ ჩნდება, ხალხ რატი უკეთ გვეტყვის ალბათ ამაზე შემდეგ. ადგილი, სიმბოლოები და აქვს თუ არა საქართველოს მოქალაქეს რაიმე სხვა არჩევანი, თუ არა გამოვიდეს, გააპროტესტოს და უთხრას ის, ვინც ოლიგარქად მოიხსენია ევროკომისიამ თავის დასკვნაში, უთხრას, რომ ეს არის ბოლო წერტილი. არსებობს თუ არა რაიმე სხვა ალტერნატივა? მოგესალმებით, მივესალმები მაყურებელს. ნამდვილად ეს არ არის რაც მხოლოდ ემოციური სიტყვები. მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ დღეს ნამდვილად ჩვენთვის არის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტი, რომ თავი დავაღწიოთ აი ამ ვითარებას და თავი დავიმკვიდროთ ევროპის ოჯახში ღირსეულად. ესეთი შესაძლებლობები შესაძლებელია 10 წლეულებში ერთხელ დადგეს და სამწუხაროდ აი ამ დღეებში უკანასკნელი თვეების განმავლობაში თვალს ვადევნებთ იმას, რომ ჩვენ არათუ ჩვენი ესე ვთქვათ ხელისუფლება არათუ ეცადა რომ ეს ისტორიული შანსი გამოეყენებინა, სამწუხაროდ ჩვენ ვნახეთ რომ მათ თითქმის ყველაფერი გააკეთეს იმისათვის რომ ეს შესაძლებლობა დაზიანებული იყო საქართველოსთვის. მე ვიყავი ბრიუსელში აპრილის თვეში, შევხვდი შესაბამის უწყებებს და მაშინ თქვენთანაც ვისაუბრე მე მგონი გადაცემაში, რომ იმ პერიოდშიც კი ჩვენ სამ ქვეყანას ერთ კონტექსტში განგვიხილავდნენ. და იქაც ვსაუბრობდი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ სამი ტრიო, ესე ვთქვათ, ქვეყნები არ დავეშორებინეთ ბრიუსელს, ევროკავშირს და ერთ კონტექსტში რა მოხდა მას შემდეგ ისეთი, რამაც ჩვენ ფაქტობრივად გადმოგვაგდო შესაძლებლობების რაღაცა ტრამპლინიდან, სადაც ამდენი წელი ავდიოდით, აი ავდიოდით წვალებით, მართლაც და მსხვერპლით, მართლაც და გაჭირვებით, ხო, სხვადასხვა თაობის და რა მოხდა მას შემდეგ ისეთი, რომ ჩვენ აღმოჩნდით ახლა წუმპეში. ალბათ მოხდა ის, რომ ამ 2 თვის განმავლობაში ევროკავშირი ელოდა ქვეყნის ხელისუფლებისგან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, იმიტომ რომ მაშინაც ძალიან ნათლად მითხრეს მე, რომ გადმომეც საქართველოს საზოგადოებისთვის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცით ხალხის განწყობები საერთაშორისო ურთიერთობებში და ევროკავშირთან ურთიერთობაშიც ხალხს წარმოადგენს ხელისუფლება. და მათ ვერ მიიღეს ის პასუხები ხელისუფლებისგან, რასაც ელოდნენ. ეს პასუხები რა იქნებოდა? იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური განაცხადი, რომ აი გააკეთებენ ყველაფერს იმისათვის, რომ შეესრულებინათ ის ვალდებულებები და ის მოლოდინები, რასაც ევროკავშირს ჰქონდა საქართველოს მიმართ და ეს ძალიან ცხადი იყო, რა იყო, ხო? ეს იყო შარლ მიშელის შეთანხმებაში არსებული პუნქტები, ეს იყო ასოცირების დღის წესრიგში არსებული ვალდებულებები და ნაცვლად აი ამ პოლიტიკური განაცხადებისა ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში პირიქით თვალს ვადევნებდით ევროკავშირის რაღაც ღირებულებების დისკრედიტაციის მცდელობას, გადაბრალებას ევროკავშირზე ყველაფრის მაღალი ნიკას დაკავება, ხო, მოდი რაკიღა ჩვენ შეურაცხყოფელ განცხადებებს და ასევე, რა თქმა უნდა, იმ ძალიან საეჭვო დაკავებას. განაშაულებრივი შეცდომები თუ მიზანმიმართული მავნებლობა? აი ამ გადასახედიდან რა ჩანს, რას ხედავთ? ჩემთვის ეს არ იყო შეცდომები, იმიტომ რომ ხელისუფლება ჩემზე კარგად და ჩვენზე კარგად იცოდა რა მოლოდინები ქონდა ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირს მათგან და ნაცვლად იმისა, რომ არათუ რაღაც ნაბიჯები გადადგეს ამ მიმართულებით, ან არათუ უბრალოდ გაჩერდნენ და ინერტულები იყვნენ ამ პროცესში, არამედ პირიქით გადაიდგა ისეთი ნაბიჯები, გაკეთა ისეთი განცხადებები, რაც ჩვენ წარმოგვაჩენდა როგორც ევროკავშირის წევრობის არამსურველ ქვეყანას. იმიტომ რომ მათ შორის ერთ-ერთი რაც მითხრეს იყო ის, რომ ქვეყანას, რომელსაც უნდა ევროკავშირის წევრობა, არ არღვევს შეთანხმებას, რომელიც არის დადებული ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური წარმომადგენლობის მიერ. ანუ ეს არ არის საქციელი იმ ქვეყნის, დიახ, შარლ მიშელზე, ეს არ არის იმ ქვეყნის საქციელი, რომელსაც სურს ევროკავშირის წევრობა. შესაბამისად, აქედან ფიქრობ, რომ გაიგზავნა პოლიტიკური სიგნალებით, ცხადად პოლიტიკური განცხადებებით თუ იმ გადაწყვეტილებებით და ქმედებებით, რომ ანუ ეს მიიღო ევროკავშირმა იმის ესე ვთქვი, იმ პოლიტიკურ განაცხადად, რომ ხელისუფლება არ არის მზად ამ პროცესისთვის. თუმცა მე ვფიქრობ, რომ თუნდაც ის პერსპექტივა, რაც აღინიშნა ევროკომისიის ამ მოსაზრებაში არის
მხოლოდ იმიტომ აღინიშნა, რომ ხალხისგან მოდის ეს განწყობები და ეს შანსი ჩვენ მოგცეს დაგვიტოვა ევროკავშირმა ხალხს, ანუ საქართველოს მოქალაქეებს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ეხლა როგორ პრინციპულობას უჩვენებს ხალხი. ერთსაც კითხავთ რა, იგივე შარლ მიშელის ხელმძღვანელობით კვირის ბოლოს შეიკრიბება 27 სახელმწიფოს მეთაური და საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ ამ საკითხთან დაკავშირებით. და მიუხედავად იმისა, როგორი იყო ხო ევროპული კომისიის რეკომენდაცია, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს 27 სახელმწიფოს, ასე ვთქვათ, პირველი პირი ლიდერი იკრიბება და იქ შეიძლება ინდივიდუალურ გადაწყვეტილებაც იქნას მიღებული. ხვალინდელი ჩვენი ერთად დგომით, ქართველი ხალხის პოზიციით და პოზიციონირებით, რომ ჩვენ დიახ მივდივართ ევროპული ოჯახისკენ, დიახ ბრუნდებით ევროპულ ოჯახში და იმ ფონზე როცა ხელისუფლება არაფერს არ აკეთებს და ჩვენ ვნახეთ, რომ მათ რამდენიმე წუთში ვეთქვეს, რომ არაფრის შეცვლას არ აპირებენ მიდგომებში. მხოლოდ ჩვენი პოზიციის დაფიქსირება, საზოგადოების პოზიციის დაფიქსირება შესაძლოა თუ არა იყოს რაიმე გავლენის მომხდენი უკვე ევროპული საბჭოს შეკრებაზე, რომელიც კვირის ბოლოს უნდა გაიმართოს. ჩემი პირადი მოსაზრება არის, რომ ალბათ არ იქნება საკმარისი თუ ხელისუფლება ამ ყველაფერს გარკვეულ ნაბიჯებს არ მოაყოლებს. ანუ პირველ რიგში ევროკავშირისთვის ცნობილია, რომ ხალხს უნდა ევროკავშირი, ეს ყველაფერში ჩანს. მე ვფიქრობ, რომ დღეს ხალხმა უფრო მეტად თავისი პოზიცია უნდა დაანახოს ჩვენ ხელისუფლებას. ანუ ჩვენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას გააკეთოს ის, რასაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია მათავალდებულებს და რაც არის აბსოლუტური უმრავლესობის ჩვენი მოსახლეობის განწყობა და დავალება. ამიტომ რა თქმა უნდა ეს იქნება გზავნილი ევროპისთვის, მაგრამ პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ანუ ხალხის ადრესატი უნდა იყოს ხელისუფლება. ჩვენ დემოკრატიის ეს ფორმა, შეკრება იქნება თუ სხვა კონსტიტუციით განსაზღვრული ფორმა, საზოგადოებრივი ჩართულობის უნდა გამოვიყენოთ წნეხისთვის შეკითხვა რატისთან როგორც მე რატისთან დავსვავ კითხვას, ჩიხურად გამოიყურება სიტუაცია საკმაოდ და გამოიყურება იმის გამო, რომ აი ხელისუფლება რამდენი ხანი გავიდა ხო? ღარიბაშვილი საერთოდ არ ვიცი, მე გამომრჩა თუ გამოჩნდა სადმე. ამ თემაზე კომენტარი გააკეთა? არა. ერთი შეხვედრა ქონდა. არა, პარტია ჩანს მხოლოდ ამ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან, გუშინ ნახეთ რომ იყო სომხეთში, აი ერთი ტვიტიც არ დაუდია, ხო? რაღაცით ხო შეიძლებოდა რომ ერთი წინადადება სადმე ყოფილიყო. კობახიძე გამოვიდა და გითხრა რომ არ არის ცუდი, ხან გეოგრაფიაზე გველაპარაკებიან ოცნების ლიდერები, ხან რაღაცა აბსტრაქტულ თემებზე. დღემდე ჩვენ არ მოგვისმენია არაფერი, აი რაზეც ნინო საუბრობდა რომ ხელისუფლება დაგვპირდა რომ აი რაღაცას გავაკეთებ, ხო? სინამდვილეში ჩვენ რთული დავალება არ მოგცეს. ძალიან მარტივი რაღაცები გითხრეს რომ დაიწყეთ სასამართლო რეფორმა, დაიწყეთ რაღაცა ვთქვათ საარჩევნო სისტემის ცოტა გაკეთილშობილება, ხო? უმარტივეს რაღაცებს გეუბნებიან, ჩვენ არ გვითხრეს რაღაც კოსმოდრომი ააშენეთ და ხო, ანუ რაღაცა ეკონომიკური ზრდა წელს უნდა გქონდეთ 20% ან რაღაცა კოსმოსური სადგური ააშენეთ. არ გვეუბნებიან, ხო? მაგრამ ხელისუფლება საერთოდ არ რეაგირებს. პოლიტიკოსებს ამ შემთხვევაში ოპოზიციას გულისხმობ, რაიმე ხედვას არ გვთავაზობენ. რა თქმა უნდა, გვეუბნებიან რომ ის ცუდია, რაც არის, მაგრამ როგორ შევცვალოთ ეს ვითარება, არ ვიცით. ჩვენ საზოგადოებამ, ვისაც გვინდა ევროპაში. პროტესტი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, მოვალთ ხვალ, ხო? აი მერე რა უნდა გავაკეთოთ? უნდა ვაიძულოთ ეს ხელისუფლება, რომ აი დავსვათ და ეხა შენ დაწერე ესა და ეს კანონ პროექტი. თუ აი როგორ წარმოგიდგენია შენ, როგორც საზოგადოებრივად აქტიურ მოქალაქეს მოკლედ, ხო? აი როგორ უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, ან როგორ უნდა შევცვალოთ? თუ ვერ ვაიძულოთ, მაშინ უნდა შევცვალოთ, ხო? მადლობა. რთული კითხვაა. პოლიტიკოსისთვისაც რთულია, ჩემთვისაც განსაკუთრებით, მაგრამ ხანგრძლივი, ჯიუტი, დაუჯდომელი, დაუდგრომელი პროტესტით, რომელიც გულისხმობს, მე არ მეგონა თუ ამ სიტყვას გულწრფელად გეტყვით, რომ ოდესმე ჩემს ლექსიკოგრაფიულ მარაგში გავაჩერებდი. ეს არის სამშობლოს ღალატი. მართლა გულწ არ მიყვარს მე ეს სიტყვა, არ მიყვარს ეს რადიკალიზმი, ვცდილობ რომ, ასე ვთქვათ, დიდ რაღაცა ქებათა ქებას და წყევლა კრულვას შორის არსებობდეს ჩვენი საუბრები, მსჯელობა, მაგრამ ის რაც წლებია ხდება, რასაც ჩვენ ყველანი ერთად წლებია ვიძახით, დღეს უკვე მთელმა მსოფლიოს თანამეგობრობამ გვითხრა ოფიციალური დოკუმენტით. მანამდე
ძალიან კარგად, მოზომილად, ჭკვიანურად გვითხრა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, ბატონმა კარლ ჰარცელმა, დაგვეხმარეთ, რომ დაგეხმაროთ. ჩვენ აქ იგულისხმებოდა სწორედ ის, რაზეც ჩვენ საუბრობდით, რაზეც ქალბატონ ნინო საუბრობდა, რომ არაფერი არ გაკეთებულა იმისათვის, რომ დაგვეხმარებოდნენ. ჩვენ წარმოგვადგენს დღეს ქართული ოცნება. ქართულ ხალხს საერთაშორისო ასპარეზზე წარმოადგენს ეს მთავრობა. მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროკავშირში აბსოლუტური განცდა არის და ამაზე სწორედ ეს გადაწყვეტილებაც მეტყველებს, რომ ისინი არ განიხილავენ ამ ადამიანებს, ამ პოლიტიკურ ძალას პარტნიორად, ელემენტალურ პარტნიორად. იქაც კი არ არის დიალოგი. აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ოპოზიციურ მედიაში არ დადიან. მე მგონია, რომ საერთოდ მსოფლიო თანამეგობრობასთან, მსოფლიო ლიდერებთან ადეკვატური დიალოგიც კი არ არის. ამიტომ ვახსენე რატი სიტყვა ჩიხი. ანუ რა გამოდის, ჩვენ გვაქვს 6-თვიანი ვადა, ხო? ანუ ეწოდებული დედლაინი გვაქვს, რომ შევცვალოთ ხელისუფლება. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება. ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ერთი კონკრეტული ადამიანის მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ მეს მაქვს ესეთი გულუბრყვილო კითხვები. რა შვებოდნა ბაბუაჩემის მამა კონკრეტულად, როდესაც შემოვიდა, იყო შულავერის კომიტეტი, როდესაც ტაბახმელიდან წამოვიდნენ მე-11 არმიის წარმომადგენლები და შემოვიდნენ აქ არიან 300 იუნკერი დამარხული ძველი სობოროს ტერიტორიაზე, ხომ? აი რას ვაკეთებდით ჩვენ? ეს არის ჩემი ბავშვობის გულწრფელი კითხვები. შეიძლება ერთი შეხედვით გულუბრყვილო. მე მეშინი ამ კითხვის, რომელსაც ჩვენ დაგვისვამენ პირდაპირ გულწრფელად, ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები და იტყვიან, რას აკეთებდით, როდესაც ხდებოდა საქართველოს ოკუპაცია. ერთი კითხვა. ფალინდელ აქციაზე მე არავისგან მომისმენია, არც ორგანიზატორებისგან, არც პოლიტიკოსებისგან, არც უბრალო მონაწილეობას ვინც აპირებს, მაგალითად ხელისუფლების გადადგომის მოთხოვნა. რატო არ ვსვავთ ამ საკითხს? გვერიდება? კომპლექსი გვაქვს, რომ რამე არ დაგვაბრალო? ამოვალ ხვალ კონკრეტულად. გადამდგარია, მე მგონი დამალულია 2 დღე ასეთ კრიტიკულ მომენტში ამ თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ანუ რატომ გვაქვს კომპლექსი, რომ ჩვენ არ ვითხოვთ ხელისუფლების გადადგომას, როცა ევროპულ სახელმწიფოებში ამის 1%-ზე, აი ეს არის ზუსტად ევროპა, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. ამას თვითონ წავიდოდნენ. მე მგონია, რომ ფალინდელი პროტესტანტების რაოდენობა გასცემს ამ კითხვას პასუხს. მე ასე მგონია. ამ მოთხოვნას დააყენებს, მე ასე მგონი. აი პირველად მაქვს ბოლო პერიოდის განმავლობაში ყოველ შემთხვევაში განცდა, რომ ეს არის მართლაც და საზოგადოებრივი პროტესტი. ეს არ არის მართლაც და არ არის პარტიული პროტესტი, რაც ხვალ არის დაგეგმილი. პარტიები აქ სავარაუდოდ იქნება ყველა პარტია წესით, რა ვიცი, წესით, იმიტომ რომ ვინმეს თუ ძალიან არ ეუხერხულება 20 ივნისი, რა თქმა უნდა, ყველა იქნება აქ, ამ რამდენიმე პარტიის შეიძლება გარდა. ვიცით, რომ გახარია არ იქნება. ხო, გასაგები მიზეზების გამო, ხა მის არის დამფუძნებელი მამა ამ დღის და ძალიან გაუჭირდება, რა თქმა უნდა, აქ მოსვლა. მაგრამ ეს არ გამორიცხავს, რომ მისი პარტიაც საომავლოდ პროცესს შეუერთდეს. ჩვენ ორგანიზატორები გვეუბნებიან, რომ ხვალ არის დასაწყისი. აი საზოგადოება რამდენად გამძლეა. ცოტა აქაც ნიჰილიზმი გვიპყრობს ხოლმე, როცა ამ თემაზე ვსაუბრობთ, ხო? რატი გააქვს იმედი? აი გვაქვს ერთმანეთის იმედი. ზაფხულია, ცხელა, ყველას დასვენება უნდა, ხო? ხელისუფლება ხო ასეთ რაღაცეებს თulis ახლა. მანიც ის რომ ეხლა დიდხანს შეიძლება ვერ გასტანოს, აი ხვალ შეხედავს, იმიტომ აღარიბაშვილი სავარაუდოდ დამალული, ხომ? ხვალ ნახავენ რა მოხდება და შემდეგ შეიძლება უცებ გამოვიდეს და თქვას რომ გადავდექიო, იმიტომ რომ იმანშულმა ასე ჩათვალოს საჭირო. მთელი საღამო დაკავებულები იქნებიან თავების დათვლით, ალბათ რასაც აკეთებენ ხოლმე ასე. ხო, მე მგონია რომ ხვალ დაიღლებიან თავების დათვლით, ეს ჩემი პირადი მოლოდინია, ძალიან მართლაც და იმედგაცრუებული ვიქნები თუ კი ეს ასე არ იქნება. იმედი საზოგადოების მიმართ, აი რამდენად გაქვს შენ? მე ჩვენ ხვალ ყველამ აი აქ ერთმანეთს უნდა ჩავხედოთ თვალებში, დავდგეთ პირდაპირ მნიშვნელობით, ერთმანეთის გვერდით, არასდროს არავისთვის არ მომიწოდებია ქულძე კაცი და რაღაცა, მაგრამ მე მეგობრებს, ახლობლებს, ადამიანებს, ვისაც წიგნი უყვარს, ვისაც ლიტერატურა უყვარს, არასდროს ჩემი თავისთვის არ მიმიცია რაიმეს მოწოდების უფლება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ მოუწოდებ, რომ ყველა მოვა აქ.
და ჩვენ ერთმანეთს უნდა მივცეთ ხვალ იმედი. ეს არ არის. დღეს ვერ მივცემთ. აი ხვალ აქ დგომით უნდა მივცეთ ერთმანეთს იმედი, უნდა გავამხნეოთ ერთმანეთი და დარწმუნებული ვარ. მე აი ამაში ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენ ძალიან უპრეცედენტოდ ბევრი ვიქნებით, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ისტორიის, ჩვენი მომავლის, ჩვენი ღირსების საკითხი. ჩვენი აი პირველად მესმის ამ სიტყვის შინაარსი. ადრე იყო ეს პათეტიკა. ნათელი მომავალი დგას საფრთხეში. შეიძლება ეს მომავალი იყოს სრულიად ბნელი, ჩამობნელებული და უკუნით დაფარული. ჩვენი შვილების ნათელი მომავალი წყდება ხვალ. ეს ვერ გადაწყვიტა მთავრობამ. მთავრობამ დააბნელა ჩვენი მომავალი და გახედა უპერსპექტივო და ჩვენი აქ ყოფნით ჯიუტი დგომით უნდა მივცეთ ერთმანეთს იმედი და ჩვენს მომავალს უნდა მივცეთ შანსი. აი სხვა გზა არ არსებობს. ხვალ 20 ივნის 20 საათზე ჩვენ ხვდებით ერთმანეთს. კი არ ველოდებით ერთმანეთს ხვდებით აქ. აი შეხვედრის ადგილი არის რუსთაველის პროსპექტი. და მართლაც ევროპული ერთიანობით და ევროპული სოლიდარობით უნდა ვაჩვენოთ ის თუ საით მივდივართ და რატომ არის ჩვენი არჩევანი ევროპა და რატომ ძალიან სწორად თქვა რომ ახლა არის დრო მართლაც ერთად დგომით და მნიშვნელობა არ აქვს ვინ რას ვაკეთებდით აქამდე, ვინ როგორ მოვდიოდით ამ მომენტამდე. მთელი ჩვენი ისტორია, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეების და ბოლო ათწლეულების ისტორია ალბათ თამამად შეგვიძლია რომ დავიყვანოთ აი ამ ერთ კონკრეტულ წერტილამდე, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თაობის ან რაღაცა ჩვენზე უფროსი თაობის გზა, ხო? ყველა წინა თაობა მოდიოდა აი ამ მომენტამდე, რომ ბოლოს დაბრუნებულიყავით იმ ევროპულ ოჯახში, სადაც არის ჩვენი ადგილი და რომლის ორგანული ნაწილი. ერთს დავამატებ. ჩვენი დამოუკიდებლობა, ჩვენი თავისუფლების ფუნდამენტი იყო 9 აპრილი, 99 წლის 9 აპრილი და მსხვერპლი გავიღეთ ჩვენ ამ დამოუკიდებლობისთვის. მაგრამ როგორც ჩანს ისტორიაში არ არის საკმარისი ერთმა თაობამ დაღვაროს სისხლი და უფლი. მე არ მეშინი ამ სიტყვებს. ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, გავიღოთ უკვე ჩვენმა თაობამ ამ თავისუფლების და ამ დამოუკიდებლობის გასამყარებლად და წინ წასწევად უნდა გავიღოთ ოფლი. თუ საჭიროა სისხლიც. იმიტომ რომ ეს ასეა. ეს ასეა, ასე იყო და ასე იქნება. არ კმარა, გავიდა, რამდენი წელი გავიდა. თურმე არ სამწუხაროდ არ კმარა იმ ადამიანების ჯაფა, იმ ადამიანების შრომა, რასაც ერქვა საქართველოს ეროვნული მოძრაობა. 2 წელიწადში გამოცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, მე 1000 უბედურება მოხდა, მაგრამ ეხლა ჩვენ ხერხემალზე, ჩვენ თაობაზე და ჩვენს ბიოგრაფიაზე უნდა გადაიაროს ამან და ეს მზაობა უნდა გამოვხატოთ. ნინოს დაუხმოთ თუ შეიძლება. ნინო, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს 6 თვე როგორ უნდა გავიაროთ? ძალიან რთულია, ძალიან ბევრი დილემა გვაქვს. ხელისუფლების შეცვლა ერთის მხრივ, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ რაღაცა ისეთი კონსტრუქცია უნდა მოვიფიქროთ, ხო, რომ საბოლოოდ არ დავშორდეთ ევროპას, 6 თვე არის ძალიან ცოტა. აი მე ვუსმენდი მაია სანდუს, რომელიც უდიდეს სიმპათიას იწვევს, ხო, მისი ადეკვატურობა შექმნილი სიტუაციის და ხშირად გვეუბნებიან ხოლმე, რომ აი მოლდოვას იცით, ეკონომიკა როგორი აქვს და ეს როგორი აქვს, არაფერს არ აქვს მნიშვნელობა. ამ ადამიანმა თქვა ის, რასაც ჩვენ ვერ ვისმენთ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ხელისუფლება, რომ ეს პირობები დავაკმაყოფილოთ. ჩვენ თუ არ დავიწყოთ ბუკვალურად ხვალვე ზეგ, აი მართლა ერთ დღეში, 2 დღეში, ერთ კვირაში ძალიან კონკრეტული გეგმა, არ ვიცი, ეს ხელისუფლება დაიწყებს თუ მისი შემცვლელი თუ როგორც იქნება, ხო? ძალიან ცუდად წაგვივა საქმე, ანუ ეს პერსპექტივა გაგვექცევა უბრალოდ. აი თქვენ როგორ ხედავთ, იქნებ ამ ხელისუფლების პირობებშიც რაღაცა ტიპის ზეწოლა დავიწყოთ, რომ რაღაცები გამოვტყუოთ, ხო? მართალია მათ ძალიან არ უნდათ, მაგრამ აი ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ იქნებ დავაბრუნოთ შარლ მიშელის შეთანხმებასთან. ნუ ესეც იდეა, არ ვიცი რამდენად გამოვა ოღონდაც და რამდენად აქვს ამას აზრი, მაგრამ აქვს, აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, მოკლედ ბრძოლა გითხარით? რთული კითხვა. პირველ რიგში მე ჩემი აზრით ეს 6 თვე იქნება ასევე ევროკავშირის მხრიდან დაკვირვება ქართულ საზოგადოებაზე, იმიტომ რომ ერთია ხელისუფლების მზაობა და ასევე
მათ აინტერესებს საზოგადოებრივი განწყობები, ანუ რამდენად არის ქვეყნის საზოგადოება მზად იმისთვის, რომ დაიცვას დემოკრატიული ღირებულებები და დაიცვას საკუთარი კონსტიტუცია, ამიტომ ჩვენ ხალხი როგორ მოვიქცევით, ამასაც ექნება მნიშვნელობა. ხა, რაც შეეხება რა შეიძლება გაკეთდეს, მე ვფიქრობ, რომ ყველამ ძალიან კარგად უნდა გავიგოთ, რომ ის რაც ხდება დღეს და რა პროცესშიც ვართ, ეს არის იმდენად ზეპარტიული პროცესი, რომ არ ვიცი წლები რომ გავა არავის არ ემახსოვრება ვინ რა პარტიაში იყო, ისევე როგორც მაგალითად ახლა არავის ალბათ არ ახსოვს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას წითელი არმია, რომ შემოვიდა თბილისში, ვინ რომელ პარტიაში იყო და რა უთანხმოება ჰქონდათ მაშინ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს. ამიტომ ჩვენ უნდა შევხედოთ ყველამ ვინ რომელი პარტიის მხარდამჭერია თუ უპარტიოა თუ ასე შემდგომ, აი ყველაფერზე მაღლა უნდა დავდგეთ და მე წარმომიდგენია ეს პროცესი ყველა პოლიტიკური ძალის და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, როგორც სამოქალაქო საზოგადოების და ყველა პარტიული, ესე ვთქვათ, ყველა პარტიის ჩართულობის პროცესი და ეს არის მოლოდინი ევროკავშირის მხრიდან. მე მესმის სკეპტიციზმი, ეს აქამდეც უნდა გაკეთებულიყო, არ გაკეთდა და ვერ გაკეთდა, მაგრამ ეს არის გამოსავალი. თუ ეს არ მოხდება, იმიტომ რომ მოლოდინი არ არის მათ შორის ევროკავშირის მხრიდან, რომ მხოლოდ რაღაც ოპოზიცია გააკეთებს რაღაცას. მათი მოთხოვნა, ანუ ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ ამისთვის უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი. ეხლა ეს როგორ მოხდება იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლების მხრიდან მუდმივად გვესმოდა, რომ ყველა ინიციატივა, რაც ოპოზიციის მხრიდან იქნება, არის მიუღებელი მათთვის. არ ვიცი, მაგრამ ალბათ ხალხმა უნდა აიძულოს. თვალდილით უკვე უნდა გამოვიდნენ და რაღაც თქვან, ხო, რაღაც პირობა უნდა დადონ. გეთახმებით ნორმალური ხელისუფლება ასე მოიქცევა. ეს ალბათ ხედვა და გეგმა მათ შორის პოლიტიკურ პარტიებსაც უნდა ქონდეთ, ამ წუთას ოპოზიციაც ალბათ უნდა იჯდეს და რაღაცა გარკვეულ შეთავაზებებს ამზადებდეს ხელისუფლების მისამართით და მე წარმომიდგენია, რომ ეს უნდა იყოს რაღაცა ფართო ჩართულობის პროცესი და კონსენსუსზე დაფუძნებული პროცესი. მადლობა ნინო ლომჯარიას, მადლობა რატი ამაღლობელს. ჩვენ გადავცემთ ახლა ჩვენს ეთერს კოლეგებს. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ვინც აქ ვართ სრული შემადგენლობით 20 ივნის ხვალ 20 საათზე ვიქნებით აქ. ვიქნებით არ მხოლოდ როგორც ჟურნალისტები, ჩემგან მარცხენა ფლანგი, არამედ როგორც მოქალაქეები. ან ვიქნებით ეთერში, რა თქმა უნდა, შევასრულებთ ჩვენს მოვალეობას. ჩვენ ვიცით, რომ ხვალიწყება მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა, მნიშვნელოვანი პროტესტი, არავის გვაქვს ილუზია, რომ ეს ამბები ხვალვე დამთავრდება, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ეს ამბები აუცილებლად დამთავრდება და ამ ამბებს დავასრულებთ ჩვენ. ხო? ჩვენი თაობის მისია, როგორც რატი მეს განგვისაზღვრა. მადლობა. რეკლამა ახლა ჩვენს ეთერში და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით.